დასვათ შეკითხვა ყველაფერზე, რაც გაინტერესებთ და გაწუხებთ. ვისაუბროთ, ვიკამათოთ და ვიმსჯელოთ საჯაროდ. საჯარო პოლიტიკა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი პროექტი. კვირას 22 საათზე. საღამომშვიდობისა საზოგადოებრივი მაუწყებელი და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი წარმოგიდგენ თოქ-შოუს ევროპულ არჩევანს. მე ვახო სანაია ვარ. თემა საქართველოს შრომის კანონმდებლობა. არის თუ არა საქართველოს შრომის კოდექსში დისკრიმინაციული მუხლები, შრომის უსაფრთხოება, გაფიცვის უფლება, დეკრეტული შვებულება, ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები ჩვენს გადაცემაში. დამსაქმებლები და დასაქმებულები. არის თუ არა საქართველოს შრომის კოდექსის სამართლიანი ორივე მხარისთვის. საქართველოს მთავრობის, ბიზნესის, ოპოზიციისა და პროფკავშირების პოზიციები და ევროპელების რეკომენდაციები. შეესაბამება თუ არა საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო კონვენციებს და შესაძლოა თუ არა საქართველოს შრომის კოდექსი. დისკუსია ჩვენ სტუდიაში. ეთერშია ევროპული არჩევანი. მოგესალმებით. საქართველოს შრომითი ურთიერთობები 2006 წელს მიღებული შრომის კოდექსით რეგულირდება. ხელისუფლების ეკონომიკური გუნდი მიიჩნევს, რომ მოქმედი კოდექსი შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს. კოდექსს მწვავედ აკრიტიკებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, რომელიც იმედოვნებს, რომ პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა შეძლებს. გარკვეული სახის დიალოგი შრომის კოდექსთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის მაინც მიმდინარეობს. შექმნილია სამხრივი კომისია. მე ახლა მივესალმებით ჩემს სტუმრებს და წარმოგიდგენთ მათ. ირაკლი პეტრიაშვილი, პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ელგუ ჯამელაძე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, ვახტანგ ლეჟავა, პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი, მაგდა ანიკაშვილი, ქრისტიან-დემოკრატების წევრი, ასევე დღევანდელ გადაცემაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ბატონი თამაზ დოლაბერიძე, მეტალურგიული, ქიმიური და სამთო-მომპოვებელი მუშათა პროფკავშირი, ლაშა ახალაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ თავხელიძე, კოალიციის ევროპული საქართველოსთვის საბჭოს წევრი, ქეთევან გაბიანი, კოალიციის ევროპული საქართველოსთვის საბჭოს წევრი და პაატა ბელთაძე, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების აპარატის უფროსი. პირველი შეკითხვა მინდა ბატონო ირაკლი დაგისვათ თქვენ. შეგიძლიათ აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, რატომაა შესაძლებელი საქართველოში შრომის კანონმდებლობა? მოგესალმებით. პირველ რიგში შრომის კანონმდებლობა შესაძლებელია, იმიტომ რომ ის არ მოდის ჯერ ერთი სტანდარტებთან, გადაცემას ქვია ევროპული არჩევანი და ევროპულ არჩევანს გვაშორებს შრომის კანონმდებლობა. ეს ერთი და რაც ყველაზე მთავარია, ასევე არ მოდის შესაბამისობაში საერთაშორისო აღიარებულ შრომით ნორმებთან და სტანდარტებთან, რაც ასევე ძალიან დიდ პირველ რიგში დიდ დისკომფორტს უქმნის საქართველოს მოქალაქეებს, დასაქმებულ ადამიანებს და ეს უუფლებობა, დისკრიმინაცია, რომელიც კონსტიტუციით, ესე ვთქვათ, უარყოფილია, მაგრამ შრომის კანონმდებლობა ახალისებს ამ დისკრიმინაციას, ქმნის საშიშროებას, რომ საწარმოში და ზოგადად ქვეყანაში იყოს არასტაბილური მდგომარეობა და დასაქმებული ადამიანის უუფლებობამ გამოიწვიოს მსგავსი კატაკლიზმები, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ სხვადასხვა ქვეყნებში ამ ბოლო დროს. გასაგებია, მე მგონი ბატონო ვახტანგ თქვენ უნდა უპასუხოთ, ბატონი ირაკლი ამბობს, რომ არ მოდის შესაბამისობაში საერთაშორისო კონვენციებთან, მთავრობის პოზიციაა, რომ დიახაც რომ მოდის შესაბამისობაში. რამოდენიმე გარემოებას უნდა გავუსვათ ხაზი. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რა იყო 2006 წლამდე. 2006 წლამდე საქართველოს შრომითი ურთიერთობები რეგულირდებოდა 1972 წელს მიღებული საბჭოთა შრომის კოდექსის, რომლის მუხლების უმეტესობა შეჩერებული იყო, ამიტომ ეფექტური იმპლემენტაცია შრომის კანონმდებლობის არ ხდებოდა. ამიტომ ასე ვთქვათ, კონტექსტისთვის მნიშვნელოვანია რომ ეს ვიცოდეთ. მეორე, საქართველოს რატიფიცირებული აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუძემდებლური კონვენციები და იმპლემენტირებული აქვს ის კანონმდებლობაში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისია თუ არა საერთაშორისო კანონმდებლობაში, ჩვენ სწორედ უნდა ვაკეთებდეთ აპელირებას შრომის საერთაშორისო
ორგანიზაციის კონვენციებზე. ევროკავშირს ცალკე შრომითი კანონმდებლობა არ გააჩნია, ამიტომ ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისობა შრომაში შეუძლებელია. ეს არის შესაბამისობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კანონმდებლობასთან. ჩვენ მოსაზრება არის და ჯერჯერობით საწინააღმდეგო არ დადასტურებულა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არის შესაბამისი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებთან. თუმცა ცხადია, თქვენ ახსენეთ, რომ გვაქვს დიალოგი და მზად ვართ განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რომელიც შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი შრომითი ურთიერთობისთვის. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ჩემის აზრით, რომ ეს განხილვა მიმდინარეობდეს არა კლასიკური მარქსისტ-ლენინისტური, ასე ვთქვათ, კლასობრივი დაპირისპირების, ასე ვთქვათ, კონტექსტში, არამედ რამდენად არის ეს, ასე ვთქვათ, კანონმდებლობა შესაბამისი ჩვენი ადამიანების კეთილდღეობისთვის და რამდენად არის ეს საკეთილდღეო ჩვენი ოჯახების, იმიტომ ჩვენი საზოგადოება არ არის გაყოფილი შრომელებად და დამსაქმებელად. ჩვენი საზოგადოება არის როგორიც არის, ის შედგება პიროვნებებისაგან, ის შედგება ოჯახებისაგან და მე მგონი ჩვენ აი ამ კონტექსტში უნდა გასაგებია მაყურებლისთვის რომ არ დარჩეს გაუგებარი არის თუ არა კლასობრივი დაპირისპირების, რომ აი აქეთ არიან შრომელები და აქეთ არიან სისხლის წოველი კაპიტალისტები, რომლებსაც ერთი სული აქვთ, როდის ამოხდიან ამ კონტექსტში მიმდინარეობს. არ უნდა მიმდინარეობდეს, ხშირად გვაქვს სიტუაცია, როდესაც ცდილობა არის ამ კონტექსტში ამის გადატანის. ვის მხრიდან ბატონო? ამ დიალოგის მონაწილეების მხრიდან, მათ შორის პროფკავშირების მხრიდან. გასაგები ბატონო. სწორედ იმიტომ ბატონო ვახო, ჩვენ არ მივიღოთ მარქსის ლენინისტური და უშუალოდ წინაპირობები, რაც წინ უძღოდა არა მარტო მარქსიზმის შედეგად იმ დამაქცეველ პერიოდს, რაც საქართველოსთვის იყო, არამედ ბევრ ქვეყანაში კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ერთი სოციალური ფენის მეორე სოციალურ ფენაზე დომინირება იწვევს ესეთ პრობლემებს, ამიტომ მოხდა ის ალბათ სახსენებელი 9-17 წლის რევოლუცია. ეხლა პირიქით რომ არ იყოს, რომ ეხლა დომინანტებად მოგვევლინონ მეწარმეები, სწორედ ამიტომაც ევროკავშირიც და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, პირველ რიგში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია, რომელ კავშირში თუ იქნება საქართველოს და რომელი კავშირისკენ გააკეთებს მისწრაფებას, თუ ეს კავშირი იქნება ისეთივე დემოკრატიული, ისეთივე, ესე ვთქვათ, სტანდარტები დაცული, როგორც ეს არის ევროკავშირში. სწორედ ამიტომ აპელირებთ ევროკავშირზე. რაც შეეხება, რომ არ დაუდიათ ესეთი დასკვნა, რომ შრომის კანონმდებლობა არის ცუდი, შრომის კანონმდებლობა რომ არის ცუდი, ამას ყოველი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენცია ადასტურებს და ცალსახად აღნიშნავს და უფრო მეტიც, არადიპლომატიური ენით მოითხოვს საქართველოს მთავრობისგან, რომ შრომის კანონმდებლობა შეიცვალოს. ევროკავშირი და კონკრეტულად ევროკავშირის, ესე ვთქვათ, პოზიცია არის შემდეგი, რომ ის არა მარტო უნდა შეიცვალოს, ეს არის მე რაც ხელში მიჭირავს 2008 წლის დასკვნა, სადაც წერია, რომ პროფკავშირებთან ყოველგვარი შუალედური ვისი დასკვნა ევროკავშირის რა ორგანიზაცია? შუალედური ანგარიში ევროკომისიის შუალედური დასკვნა 2008 წლის, სადაც პირდაპირ წერია, რომ შრომის კოდექსი, რომელიც 2006 წელს პროფკავშირებთან კონსულტაციების გარეშე მომზადდა და მიიღეს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციების კონვენციებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს იგნორირებას უკეთებს და პირდაპირ წერია, რომ ევროპის სოციალური ქარტიის სტანდარტებსაც არ აკმაყოფილებს, რომელიც ასევე რატიფიცირებულია და აქ ჩვენ გვაქვს დოკუმენტი, სადაც ევროპის სოციალური ქარტიის სამთავრობო კომიტეტი ევროსაბჭოში საკმაოდ ნეგატიურ დასკვნას აქვეყნებს შრომის კოდექსთან დაკავშირებით და წერს, რომ თუ 2000 წელია მითითებული 9 წლამდე არ შეიცვლება ეს ყველაფერი GSP Plus-თან დაკავშირებით, რომელიც გახლავთ გარკვეულწილად გარდამავალი ეტაპი და პერიოდი ევროკავშირთან სრულფასოვანი, მეტნაკლებად სრულფასოვანი თანამშრომლობისა, საქართველოს ჩამოერთმევა. რას ნიშნავს ჩამოერთმევა საქართველოსთვის GSP Plus-ის ან ორხვრივი სავაჭრო ურთიერთობების არ გაფორმება და ამაზე დიალოგის არ დაწყება, ეს ნიშნავს როგორც ეკონომიურ, ისე პოლიტიკურ ზარალს. გასაგებია. კი ბატონო, აქვს საკმაოდ დიდი საგარეო პირდებით ამ საკითხს, ბატონო ელგუჯა, თქვენი ორგანიზაციის პოზიცია როგორია? დამსაქმებლები, რა თქმა უნდა დავადასტუროთ ის ფაქტი, რომ 2006 წლამდე პრაქტიკულად ჩვენ კანონმდებლობა არ ჰქონდა და აქედან გამომდინარე, მხოლოდ 2006 წლიდან დაიწყო
ინსტიტუციონალური ჩამოყალიბება სოციალური პარტნიორობის სისტემამ. ჩვენ მივესალმებით იმ პროცესებს, რომელიც აგვაცილებს თავიდან გარკვეულ პრობლემებს დამსაქმებელსა და დასაქმებულ შორის და სწორედ აი ამ არსებული კოდექსის ფარგლებში არის ფართო დიაპაზონი ურთიერთთანამშრომლობისა, ჩვენ ვფიქრობთ ესე, დამსაქმებელსა და დასაქმებულ შორის. ისინი არ არიან შეზღუდულები გარკვეული ვალდებულებებით, არამედ თავიანთი ნება-სურვილი დამოუკიდებლად შეუძლიათ გადაწყვეტონ ერთმანეთთან შრომითი ურთიერთობები და ვალდებულებები. აქედან გამომდინარე, რამდენად თანაბარ პირობებში აყენებს კანონმდებლობა, შრომითი კანონმდებლობა დამსაქმებელს და დასაქმებელს? ჩვენ ვიტყოდით, რომ ეს არის მათი გადასაწყვეტი, აქ არის ორი მხარე, არის პარტნიორული მოლაპარაკებების და დისკუსიების ფორმით, მათ უნდა გადაწყვეტონ პროფესიული გაერთიანება იქნება ადგილზე თუ არ იქნება ამას კომპანიაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, არის დასაქმებულები, მათ უნდა დაამყარონ შრომითი ურთიერთობები დამსაქმებელთან, რომ თავიდან იყოს აცილებული გარკვეული პრობლემები. როგორც დასაქმებულს, ასევე დამსაქმებელს სჭირდება დაცვა და ეს ბევრი ფაქტები დასტურდება, მაგრამ ამავე დროს შეგვიძლია ვთქვათ დამარწმუნებლად ის, რომ იმ დღევანდელ პირობებში, როდესაც ჩვენ გვაქვს მოქმედი შრომის კანონმდებლობა, გვაქვს საკმაოდ კარგი, შეიძლება ნეგატიურიც, მაგრამ საკმაოდ კარგი მაგალითები ასეთი კარგი შრომითი ურთიერთობების სისტემისა. გაბატონ მაგდარ, თქვენი მოძრაობა რა მუხლების შეცვლას ითხოვს კოდექსში? ჩემთვის გასაგებია, რომ მთავრობისთვის ძალიან კომფორტულია ამ თემის უტრირება და გარკვეული ირონიული ტონით საუბარი მშრომელთა უფლებების დაცვაზე, მაგრამ სინამდვილეში ცალსახაა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ძალიან შორს არის, როგორც საერთაშორისო სტანდარტებისგან, ისე ევროპის ქვეყნების კანონმდებლობისგან. ეს უბრალოდ არ არის საკამათო და ბატონმა ირაკლიმ ერთი ციტატა მოიყვანა, სინამდვილეში ძალიან ბევრია ასეთი მაგალითები, როდესაც არის პირდაპირი რეკომენდაციები, ძალიან რბილი გამოთქმები შეიძლება ვინმესთვის საუბარი იმაზე, რომ კანონმდებლობა არ არის დაბალანსებული, არ არის წარმოდგენილი ყველა მხარის ინტერესი, მაგრამ ევროპელთა ენაზე ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის პირდაპირი რეკომენდაცია, რომ უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა. თუმცა სამწუხაროდ აი ამ რეკომენდაციებს ძალიან ოსტატურად ირიდებს ხელისუფლება და მთავარი არგუმენტებია ყოველთვის არის ის, რომ თითქოს ხელისუფლება ზრუნავს ინვესტორთა ინტერესებზე და შესაბამისად ზრუნავს იმაზე, რომ დაუსაქმებლობის პრობლემა მოაგვაროს ამ ქვეყანაში. სინამდვილეში მე ეჭვი მეპარება ხელისუფლების გულწრფელობაში, როდესაც ასეთი ტიპის არგუმენტები ისმის, გამომდინარე იქიდან, რომ თუ კი რამე აფრთხობს საქართველოში შემოსულ ინვესტორს, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის ძალიან დაბალი ხარისხი და ეს არის ხელისუფლების კონტროლ ქვეშ მოქცეული ბიზნესი, რაც არის ჩვენი რეალობა და არა შრომის კოდექსი, რომელიც შეიძლება ოდნავ გამკაცრებული იყოს ინვესტორთა და დამსაქმებელთა მიმართ. მაგრამ მთავრობის წარმომადგენელი ყავს დღეს სტუდიაში, აი თქვენი პარტიის სახელით შეგიძლიათ გითხრათ რა მუხლებია შესაძლებელი, მოდი კონკრეტიკისკენ წავიდეთ და ბატონი ვახტანგ გიანგერ არის გიპასუხეთ. მთავრობის პოზიცია ცალსახაა, რომ შრომის კოდექსი, სანამ ნაციონალური მოძრაობა არის საპარლამენტო უმრავლესობა, არ შეიცვლება. თუმცა აქ არის ისეთი მნიშვნელოვანი მუხლები, როგორც არის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დასაბუთების გარეშე ადამიანის გათავისუფლების უფლება, რომელიც აქვს დამსაქმებელს. ხო, ეს არის ძალიან უსამართლო, ანუ პირდაპირ ყველანაირი დასაბუთების გარეშე, ყოველი მიზეზის გარეშე, უბრალოდ პირადი გადაწყვეტილებით შეუძლია დამსაქმებელს ადამიანი გაათავისუფლოს. აქ არის კოლექტიური ხელშეკრულებების საკითხი, რომლის უფლებად ფაქტობრივად ადამიანებს აქვს ჩამორთმეული. ყველაზე ერთ-ერთი მტკივნეული, ბევრი თემა არის ზეგანაყოფის. გასაგები, მოდი დავიწყოთ სამსახურიდან ადამიანის დაცვაზე. ერთზე გავამახვილებ ყველაზე მეტად ყურადღებას, ეს არის დეკრეტული შვებულებების თემა. დეკრეტულ შვებულებებზე კიდევ ცალკე მინდა დავსვა. შეკითხვა, მოდით ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით რა პრობლემები გვაქვს? ერთ პატარა კომენტარს გავაკეთებ, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ბევრისგან განსხვავებით ამ დარბაზში მე ქარხანაშიც მიმუშავია და სამშენებლო მოედანზეც მიმუშავია და ასე ვთქვათ, ვიცი რა შრომის ფასი და ვიცი რა შეიძლება იყოს შრომითი ურთიერთობების ფასიც. ამიტომ აბსოლუტურად სერიოზულად მინდა ეს თემა იყოს განხილული. ეხლა პოლიტიკურ დებატებისთვის მე სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ აქ მოსული არ ვარ, შემიძლია განვიხილო შრომის კოდექსი. ეხლა რა აშინებთ ინვესტორებს და რა არ აშინებთ, შეგვიძლია ასევე ცალკე განვიხილოთ. ძალიან კონკრეტული საკითხი, კი პოლიტიკურ ნაწილს შეგიძლიათ არ უპასუხოთ ბატონო ვახტანგ, მაგრამ ძალიან კონკრეტული საკითხი იყო ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლების დაკავშირებით. მოდით ვათქმევინოთ ბატონ ირაკლის და შემდეგ უპასუხოთ. სულ საბოლოო ჯამში ბატონო, ხო, ეს პრობლემები შედგება დაახლოებით 7-8 მუხლისგან. რა თქმა უნდა, ამას თავისი ქვეპუნქტებიც აქვს, მაგრამ ევროკავშირის კონტექსტში თუ ვისაუბრებთ, ეს არის შრომის კანონმდებლობის მოყვანა
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მართალი თქვა ბატონ შესაბამის კონვენციებთან, რომელიც რატიფიცირებული აქვს ქვეყანას. ეს არის სოციალური დიალოგი, კოლექტიური ხელშეკრულებები პლუს კიდე და ასოციაციის თავისუფლება, ანუ პროფკავშირის აქტივნობაში არ ჩარევა. ეხლა სამუშაოდან განთავისუფლებიდან დაწყებული, რომელიც არის ასევე სამუშაო დრო პრობლემა გახლავთ, არ არის ფიქსირებული ეს სამუშაო დრო და წერია რომ კონტრაქტით შეიძლება სხვა რამეც იყოს გათვალისწინებული. ეს არის ზეგანაკვეთური საათების ცუდი თარგმანი ევროპის სოციალური ქარტიიდან და ზეგანაკვეთური საათების წესით რატიფიცირებული გვაქვს ეს ევროპის სოციალური ქარტიის ეს მუხლი, უნდა იყოს უფრო მაღალი ტარიფით გადახდილი და ქართულ შრომის კანონმდებლობაში წერია რომ უბრალოდ უნდა იყოს გადახდილი და ახლა ეს დაბალი იქნება, იგივე იქნება თუ რაღაც ეს მხარეების მოლაპარაკებიდან უნდა გამომდინარეობდეს. ახლა მხარეების მოლაპარაკებას რაც შეეხება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში 29-30% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის მოსახლეობა და ახლა 20% მინიმუმ არის უმუშევარი, ოფიციალურად უმუშევარი, გარკვეული ვერტიკალი, ბატონე უგუჯამ თქვა რომ ეს ყველაფერი კარგად არის, მაგრამ დამსაქმებლებს ჩვენ შემთხვევაში აქვს უფლებები და დასაქმებულებს აქვს მხოლოდ ვალდებულებები. აი ამ კანონმდებლობის შედეგად. ეს არის შრომითი კონტრაქტები, მოკლევადიანი კონტრაქტები, რომელიც არ აძლევს აი ეს მეორე თემა, რაც გითხარით, კოლექტიური მოლაპარაკებისა და დიალოგის დაუშვათ განხორციელების საშუალებას. დისკრიმინაციული არის იმიტომ, რომ დაუშვათ განთავისუფლება შეიძლება მოხდეს პროფკავშირის წევრობის გამო და სამხრეთ კომისიაზე ბატონ ვახტანგთან ერთად ამდენად ხშირია ესეთ შემთხვევები. უამრავი შემთხვევაა ესეთი, საკმაოდ ხშირია და ეს არ არის მხოლოდ პროფკავშირის წევრობის გამო, ეს შეიძლება იყოს იმიტომ, რომ მანდილოსანია, იმიტომ, რომ როგორც ქალბატონმა მაგრამ თქვა, ფეხმძიმეა, იმიტომ, რომ ქალია, იმიტომ, რომ ეთნიკური წარმომავლობა სხვა აქვს და იმიტომ, რომ ადამიანს, ესე ვთქვათ, დამსაქმებელს არა, დამსაქმებელს საქართველოში დამსაქმებელს საზოგადოება გვიყურებს, შეიძლება ახლა ზოგიერთ გულჩვილ ახლა საერთაშორისო ორგანიზაციას ახლა რასაც უყვებით, სიტუაცია არ იცის და ჯერა, მაგრამ ახლა ამ ხელას საზოგადოება უყურებს. ახლა საქართველოში ხალხს და ეთნიკური ნიშნით ასთავისუფლება ხალხს. არ მე ვამბობ რომ შეიძლება მოხდეს. არა, შეიძლება ყველაფერი, შეიძლება ბევრი კრიმინალი მუხლი იძლევა ამის საშუალებას. გამომდინარე იქიდან, მე მგონი ქართულად საუბრობ საკმაოდ გარკვევით. დამოცადეთ საუბარს, გააგრძელეთ. დაგაცდით საუბარს უბრალოდ თქვენ უპასუხეთ თუ რამე არ მოგიდა ხომ არ ვამბობ რომ ორსულ ქალებს ან თავისუფლებენ სამსახურიდან. მე ვიძახი რომ რის საშუალებას იძლევა მუხლი ნომერი 27. რის საშუალებას მაგრამ რეალურად მსგავს ფაქტებს აქვს, შეიძლება იძლევა მუხლის საშუალებას, მაგრამ დიახ, მეუბნებით რომ მსგავს ფაქტებს მე რაც ჩამოთვალე. მე კონკრეტულად პროფკავშირებთან დაკავშირებით მოგახსენებთ. პროფკავშირებთან დაკავშირებით მსგავს ფაქტებს აქვს ადგილი. ერთი წუთით დავასრულო. ეს არის შრომის უსაფრთხოება. 37 შემთხვევა იყო წინა წელს, 91 შემთხვევა ეს ვფიქრობ, რატო ცალკე საკითხია, მინდა ცალკე ვისაუბროთ შრომის უსაფრთხოებაზე. მოდით ადამიანების გათავისუფლება სამსახურიდან ეს ცალკე საკითხია ჩემი აზრით. მე არ მინდა რომ მონოლოგი გამომიდეს, მე ვსაუბრობ ამას იმ კონტექსტში, რომ კოლექტიური მოლაპარაკება შეზღუდული, ანუ რასაც ითხოვს ევროკავშირი შენგან, არის შეზღუდული. ანუ თუ დააყენებს ეს ადამიანი საკითხს, რომ მისი შრომა იყოს უსაფრთხო, მას მიუთითებენ სამუშაო ადგილის დატოვებისკენ და ამ ადამიანს არ აქვს საშუალება რომ სასამართლოში დაამტკიცოს რომ იმის გამო გააგდეს სამსახურიდან რომ მან მოითხოვა უსაფრთხო შრომის პირობები. დისკრიმინაციულ მუხლებს ხედავთ თუ არა შრომის კოდექსში? საერთოდ არ არის აქ დისკრიმინაციაზე ლაპარაკი, ვერც იქნება, იმიტომ რომ შრომის კოდექსში ცალსახად წერია რომ ნებისმიერი ურთიერთობა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის რეგულირდება კონტრაქტით. თუ დამსაქმებელი და დასაქმებული არიან იმდენად განათლებულები, რომ კონტრაქტის წაკითხვა და გაგება შეუძლიათ, მაშინ მათი უფლებები არ დაიღოვა, იმიტომ რომ ელემენტარულად ეხა ადამიანი თავის საწინააღმდეგოდ კონტრაქტს არ დადებს ალბათ, ხო? წერა-კითხვის ცოდნაზე საუბარი. ეხა კოლექტიური მოლაპარაკების უფლება ჯერს ერთი არის. წერია პირდაპირ. ოღონდ არ წერია პროფკავშირები და მით უმეტეს არ წერია პროფკავშირების გაერთიანება. პროფკავშირები, მე ვამბობ კოლექტიურ მოლაპარაკებებში. ბატონო ირაკლი, წერია, მუხლი არ მახსოვს, მაგრამ შეიძლება განახსოვს. გარდა ამისა, პროფკავშირების კანონის მიხედვით და იმ კონვენციების მიხედვით, რომელთაც საქართველოს შეუერთდა ჩვენ და სამწუხაროდ. მე არ ვიცი, შეიძლება მთავრობა არ დამეთანხმოს ამაში და ოპოზიციას, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ძალიან არასწორი რაღაც გავაკეთებ.
პროფკავშირებს აქვთ უპირატესი უფლება აწარმოონ კოლექტიური მოლაპარაკება დამსაქმებელთან თუ მოითხოვეს დამსაქმებელს არ აქვს უფლება უარი თქვას. კონსტიტუციაში იგივე წერია, ბატონო ჩემო, რომ მიკროფონში თუ შეიძლება. საქმე აქ არის მარტივ რაღაცაში. საქმე არის მარტივ რაღაცაში. პროფკავშირების პროფკავშირების გაერთიანება არ არის ნახსენები არც შრომის კოდექსში. თუ მაცნით ლაპარაკს ბატონო შეიძლება გაიგოთ რას ვამბობ. კონსტიტუციურად არის თუ არა გამყარებული პროფკავშირში გაწევრიანების უფლება? არის კავშირი თქვენ ამბობთ გამომთავრებია კონვენციას რო შეუერთა საქართველოს ამით დიდი დანაშაული ჩავიდინეთ. იგი ახლა განვიხილოთ ეს კონსტიტუციის კონტექსტში, ხო? კონსტიტუცია ანიჭებს ადამიანის შექმნას პროფკავშირი გაწევრიანდეს მასში. 37 მუხლის გამო აი ამას რო თავს იკავებენ, მე შემიძლია განახოთ ასობით ადამიანი საქართველოში, რომ თქვენი პროფკავშირული გაერთიან, მოიცადეთ, მე დავიწყე ლაპარაკი და დავამთავრებია და თუ გნებოთ რამე თქვათ, მე რეთქვით, ხო? თქვენი პროფკავშირის წევრობის ბაზად საინტერესო რამეა, იმიტომ რომ ისე შეთანხმების პროფკავშირებთან დაკავშირებით თქვენი სტატია წავიკითხეთ. ეს საკმაოდ მწვავე პროფკავშირები ეს ბოროტებაა. ჩემი აზრით ბოროტებაა. იმ სახით როგორც ბოროტებას რაც შეეხება, ბოროტება არის ისევე როგორც ბატონი თავხელიძე გვეუბნება ის კომუნისტური სისტემა, ისევე ის ნეოლიბერალიზმი და ჩემი საქმე რომ იყოს ისევე როგორც კომუნისტურ სისტემას და იდეოლოგიას, ისევე ნეოლიბერალიზმს, როგორც სიგარეტის კოლოფებს აწერია დაბლა რომ იწვევს და უშოთ სიკვდილს და ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მივაწერთ იწვევს ნადრევ რევოლუციებს, არეულობას და იწვევს მოქალაქეების მიმართ უპასუხისმგებლობას. აი ესე მივაწერთ ამ იდეოლოგიას, მაგრამ საქმე არ ჩემში არ არის და პროფკავშირში არ არის. საერთოდ საქართველოში დაქირავებული ერთი წუთი და დავასრულებ არის 8% მთელი სამუშაო ძალის. და ვინ გითხათ სად დაითვალეთ ეს ციფრები, საიდან მოიტანეთ რომ ესეა? სადაც დავითვალეთ. თუ კარგი, მოდი დავასრულებინოთ. ბატონო, და შემდეგ თქვენ ბატონო. პროფკავშირის წევრად თავს მიიჩნევს 1% მთელი სამუშაო ძალის. ეხლა მე მარტივი შეკითხვა, იმისგან დამოუკიდებლად კარგია ის რაც ბატონი ირაკლი და მისი მომხრეები ითხოვენ, თუ არ არის კარგია ეს ეკონომიკისთვის თუ არა. ამას თქვა თავი რომ დავანებოთ. როგორ შეიძლება რომ 1% სამუშაო ძალის წარმომადგენლებმა განახორციელონ რაღაცა ცვლილება კანონმდებლობაში, რომელიც დანარჩენ 99%-ს შეეხება შემდეგ რამენად. იმ 99%-ს დემაგოგია უბრალოდ, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ 1%-ს არ წარმოვადგეთ, მეორეც კონსტიტუციაში წერია 30000 ამომრჩევლის მიერ შეგროვილი ხელმოწერებით კანონპროექტები შეგვაქვს პარლამენტში და არ ვიცი მე ის რამდენი პროცენტია, 80,000-იანი ხელმოწერებია. რამდენ პროცენტს წარმოადგენს გაერთიანებული პროფკავშირები? 27%. 27%. დიახ, 27%. სახელმწიფო სექტორში რამდენი? სახელმწიფო სექტორში კი არა, მე გეუბნები სახელმწიფო სექტორში რამდენი ხო? დაქირავებით სახელმწიფო სექტორში 11. ხო და ეს ეხლა კარგით. სახელმწიფო სექტორი არის ყველაზე მეტად მოცული პროფკავშირებით სხვა სექტორებთან შედარებით. როგორ არის 27 არის მაგალითად სექტორი, არითმეტიკულად 27 ჭაჭანება არ არის და თქვენ გინდათ ვიქრეთ რომ საშუალო სახელმწიფოზე უფრო მეტი რაოდენობაა მთელ საქართველოში. გასაგებია, სხვებსაც უნდა მათემატიკა არის ჩემში არ არის ბატონო. მიკროფონი მე ვფიქრობ რომ ჩვენ საუბრობთ სხვა თემაზე რა. ევროპა ითხოვს ამას. თქვენ გინდათ თუ არ გინდათ იმას რასაც ჩვენ ვამბობთ ახლა თქვენ თუ გინდათ რომ ეს ყველაფერი საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას მიაწეროთ, კი ბატონო მიაწერეთ, ამის პრობლემა არ არსებობს, მაგრამ ყველა დოკუმენტაციაში, ყველა დასკვნაში, მოხსენებაში ევროკომისია, ევროკავშირი, პლუს ევროსაბჭოც ახლა დაემატა, აღნიშნავს იმ პრობლემებზე საუბრობს, რაზეც საუბრობს საქართველოს პროფკავშირები. ეხლა მათთვის ყური არ გასაგებია, ბატონებო, სხვებსაც უნდა მივცეთ სიტყვა თუ შეიძლება. ევროპაში და პირველად ბატონ მიშა. პრეფერენციები გაუქმება საქართველოს. ბოდიშვილი, უკაცრავად, ბატონო. წარმოადგენელი არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროპა, მაშინ უფრო მეტი გასაგებია. ანუ თქვენ პრინციპში თანახმად ბატონო მიშა, ბატონო ირაკლი. რაღაცას თქვენსაც მიაღწიოთ შიდა პოლიტიკურ ამბავში, თანახმახართ რომ ევროპამ საქართველოს გაუქმოს ვაჭრობის პრეფერენციები და ამითი თქვენ დასაქმებულების აბსურდია, იმიტომ რომ არა ვარ გასაგებია, ბატონო ირაკლი. ბოდიშვიხტი, ბატონ პატა. ისე მირჩებიან უმშევარი. გასაგებია, ბატონ ირაკლი, ბატონ პატა. ესე თქვენ ეხმარებით, არა? ბატონ მიშა, ძალიან გთხოვთ, სხვებსაც უნდა მივცეთ სიტყვა ის. მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა, ბატონი მიშა თავხელიძის კომენტარები მქონდა ბედნიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის ფარგლებშიც მოგვისმინა, მაშინ როდესაც
იხილებოდა პრეზენტაცია სწორედ იმ საკითხებზე, რაზეც დღეს ჩვენ საუბრობთ და მე მინდა მთელი გულწრფელობით გითხრათ, რომ ამ ადამიანების შეხედულება, ამ ნეოლიბერალური იდეების მიმდევარი ადამიანების შეხედულება, რომელსაც ბატონი მიხეილი წარმოადგენს, მე ვერ დავინახე მათში, რომ საქართველოსთვის მათ სურდეთ ევროინტეგრაცია. მოდით ვისაუბროთ ფაქტებით. ახლა ფაქტებზე გადავალ, ამჟამად ძალიან მოკლედ გადავალ, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ იყო მცდელობა, ერთი პირობა იმისაც, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება დადანაშაული იქნება, ჩვენ ვართ ევროკავშირის ლობისტები და მე ვფიქრობ, ეს არანაირად არ აკნინებს ჩვენს როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციის მოღვაწეობას და საქმიანობას. რაც შეეხება შრომის გაიხარდება, რომ გაიგოს. შრომის კანონმდებლობას და ესე იგი, აქ საუბარი იყო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის დასკვნაზე, რომელსაც უპირველეს ყოვლისა და ევროკომისია და ევროკავშირს არ გააჩნია დამოუკიდებელი, ასე ვთქვათ, საექსპერტო შეხედულება და თავის მოსაზრებებს, როდესაც საუბარია სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ქვეყნის მიერ შესრულებული ვალდებულებების, ასე ვთქვათ, შუალედურ დასკვნებზე აფუძნებს სწორედ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის დასკვნებს. ამ დასკვნაში შავით თეთრზე გამოკვეთილია წერია, რომ საქართველოში მოქმედი შრომის კანონმდებლობა და შრომის კოდექსი, უფრო მეტად კონკრეტული რომ ვიყოთ, იძლევა დისკრიმინაციის აუცილებელ და გარდაუვალ შესაძლებლობას. დისკრიმინაცია შეიძლება იყოს პროფესიული კავშირების კუთვნილებისადმი ნიშნით, პოლიტიკური ნიშნით, ეთნიკური ნიშნით და სხვადასხვა რასაც დისკრიმინაცია ქალბატონ ერთად რა, მოდით რა, კონცენტრაცია გავაკეთოთ ერთ რამეზე რა. არ გვინდა ეს ფარისევრობა, ეხლა დისკრიმინაციაზე, როდესაც ვსაუბრობთ, საუბარი არის პროფკავშირებისთვის იმუნიტეტის მინიჭებაზე. ხო, დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი. ანუ რეალურად რო დავწურავთ ამ ლამაზ ნასაუბრებს ეთნიკურობაზე, რელიგიურობაზე და ასე შემდეგ, რეალურად დავალთ იქამდე, რომ საქართველოს პროფკავშირული გაერთიანება საქართველოს კანონმდებლობაში ითხოვს იმუნიტეტს პროფკავშირული ლიდერებისთვის. ეს არის რეალური საქმის არსი და არა ის, ასე ვთქვათ, შეიძლება ძალიან გულის ამაჩუყებელი, მაგრამ ზედაპირული ფრაზები, რომ ეს არის დისკრიმინაცია. თქვენ თუ აღიარებთ, რომ ეს დისკრიმინაციის საშუალებას იძლევა, კი ბატონო, ეს ჩათვალე. დისკრიმინაციის არიდებას კი არ ითხოვთ თავს. პირიქით, თქვენ ითხოვთ იმუნიტეტს. ერთი არის დისკრიმინაციის ალბათობის ჩვენ თუ ჩვენ წევრები. სამხრივი კომისია. თუ კი ესეთი რადიკალური პროექტებია, როგორ მუშაობს ბატონო? რა მიშა საუბრობ და მე ხო არ გამიწყვეტინებია. ხო? ამიტომ მოდით თუ ჩვენ შრომელთა უფლებებზე გვინდა საუბარი, მოდით ვისაუბროთ შრომელთა უფლებებზე. თუ გვინდა საუბარი გარკვეული ჯგუფის კანონიერ, დამსახურებულ თუ დაუმსახურებელ პრივილეგიებზე და იმუნიტეტებზე საუბარს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს ძალიან, ასე ვთქვათ, ყურის მომჭველი ფრაზები, როგორც არის ასოციაციის თავისუფლება და ანტიდისკრიმინაცია, როგორც კი შევდივართ საუბარში და დავდივართ რა გვინდა კონკრეტულად ნიშნავს გარკვეული ჯგუფის და არა სხვა პროფკავშირული გაერთიანებების. გარკვეული ჯგუფის ერთი პროფკავშირის პრივილეგიებს და იმუნიტეტებს. მაშინ სამხრივი კომისია რატომ შეიქმნა, ბატონო? ჩვენ რეალობა არის ამ, ასე ვთქვათ, ჩვენი ლანდშაფტის ყველაზე დიდი პროფკავშირული გაერთიანებაა და ამიტომ ვსაუბრობთ მათთან. ქალბატონ ქეთი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასე ვთქვათ, ეს იძლევა რაღაცა უპირატესობებს, რომლებიც კიდევ კანონმდებლობით უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ჩაგვისტებული. ქალბატონ ქეთის უნდა ვათქმევინოთ, რაც შეეხებოდა დისკრიმინაციულ მუხლებს, იძლევა ამის საშუალებას, რომ მე მინდა თქვენც გამოთქვათ ამაზე თქვენი აზრი და შემდეგ ბატონლაში. ჩემთვის როგორც ადამიანისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ეძებს კარგ კადრებს და ვერ პოულობს, საერთოდ განსაკვირია აი ესეთი რაღაცა, როცა იძახიან, რომ ადამიანები სამსახურს ეძებენ. მართლა გეუბნებით. ანუ წლების განმავლობაში ხდება ის, რომ ჩვენ გვჭირდება რამე ის კი არ გვჭირდება მათემატიკოსი ან ასტროფიზიკოსი, არა, ჩვენ გვჭირდება და კარგი მდივანი მაგალითად. წლების განმავლობაში კარგი მდივანი რას ნიშნავს? როდესაც საქართველოში ქალბატონ ქეთი დასაქმება არის თავარი პრობლემა, აი ესეც რატო ვერ პოულობთ? თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ძნელი საპოვნელია ძალიან. იმიტომ როგორც ირკვევა, ყველას თავისი წარმოდგენა აქვს იმაზე, რომ რა უნდა ადამიანს, რომელიც მას ქირაობს. ხო, ანუ მე მჭირდება ვიღაცების დამეხმარება მუშაობაში. მე ის კი არ მჭირდება ადამიანი, რომელიც არის ჩემი თანაშემწე ფაქტიურად, ხო? ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ვიღაცას იყვანს სამსახურში, ეს სჭირდება, სხვა კი არაფერი. უმეტეს შემთხვევაში მე მინდა გითხრათ, სამსახური არ აქვს, იმიტომ რომ ჯერთი არ იციან როგორ იმუშავონ, მეორეს ერთი საკუთარი წარმოდგენებით მიდიან ყველგან, სადაც უნდათ რომ მუშაობა დაიწყონ, მაგრამ
ეხლა ესე ხო არ ხდება რა, ანუ აწყობილ სისტემაში შენ რომ მიდიხარ, შენ გააქვს რაღაცა კონკრეტული მოვალეობები, რომლებიც ის კი არ უნდა გააკეთო, რომ ნობელის პრემია აიღო რაღაცაში, არა. უბრალოდ პირნათლად უნდა შეასრულო რაღაცა კონკრეტული დავალებები. რამდენმა ადამიანმა შეძლო, როგორ ფიქრობთ, წლების განმავლობაში ერთ-ერთ საკმაოდ წარმატებულ სისტემას წარმოადგენს პრინციპში ამ შემთხვევაში. რამდენმა ადამიანმა შეძლო ამის კარგად შესრულება, ძალიან ცოტა. მეცაც გეტყვით, როცა ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ჩვენ ვეძებთ მდივა, ანუ ვეთყობა ცუდი სიტყვა ვიხმარე მაშინ და არ ვიხმარე, თქვა ოფის მენეჯერი ან რაღაც ისეთი რა, რაც მათ იმას აწევდა, რა თვით შეფასებას არ ვიცი. ნუ დივანი რა არის და რომ გამოვაცხადო დივანმა უნდა იცოდეს ინგლისური, უნდა იცოდეს თქვა ელემენტალური კომპიუტერის ხმარება. ამაზეც მინდა გითხრათ რომ უკმაყოფილო დარჩა ბევრი. ანუ ეს არის, არა, მე არ ვლაპარაკობ რაღაცა ზოგადი ფრაზებით. მე თავრობასთან შეხება არასოდეს არ მქონია, მართლა არ მქონია. ვარ კერძო სექტორში მთელი სიცოცხლე არ ვცობილებ თავრობაში თავრობასთან ურთიერთობას, იმიტომ რომ ძალიან დიდი შეზღუდვებია თქვა პირადად ჩემს, რომელიც მე არ მინდა. მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაზე ვლაპარაკობ და კონკრეტულ შემთხვევებიდან გამომდინარე მე ჩემს გარდა ესეთი ვიზი კიდე ბევრი. გასაგები, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ხალხი ადამიანი რამდენად დაცულია. არა, რითი უნდა იყოს დაცული? კარგად მომუშავე ადამიანს, ხახ ნებისმიერ ადამიანს კითხეთ, ჩემს გარდა ვისაც გინდათ, აქაც სტუდიაში, თქვენ რომ ყავთ კარგი ოპერატორი, კარგი, ან კეთილსინდისიერად მომუშავე პროფესიონალი, რომელიც იმას გაუშვებთ, მე რას ლაპარაკობ? იმაზე არის კონკურსი და იმაზე არის ზღუდაძეწვა. თუ ამ ადამიანს თქვენ ისე როგორც საქართველოს რკინიგზაში 3 წლის განმავლობაში არ გაუზდით ხელფას და 3 წლის წინ მიცემული ფულადი კუპიურები დაკარგავს და ინდექსაციას არ მოახდეთ ინფლაციის შესაბამისად მისი ხელფასის და ის მოითხოვს ხელფასის გაზდას, თქვენ მას გაუშვებთ სამსახურიდან, აქ საუბარია რომ ეს თქვენი ნებაა რომ გაუშვოთ სამსახურიდან, ის გაუშვოთ სამსახურიდან. კოლექტიური მოლაპარაკების წარმოების უფლება თქვენთან ძალიან დიდი ბოდიშო გაწყვეტინებთ, ძალიან დიდი ბოდიშო გაწყვეტინებთ. მე ვის გაუშვებ სამსახურიდან და რას ჩავიდენ მე პირადად ამ ზოგად კონტექსტში თქვით თქვენ დამსაქმებელზე თქვენ ამას ნუ იტყვით, თქვენ ყოფილ ხარ დამსაქმებელი, როდეს მე რამდენი ადამიანი დაგისაქმებიათ. ნუ იტყვით ამას რა, ღირებული, როგორ გეგმავთ? ძალიან კარგი. ანუ თქვენივე თანამშრომლებს, რომლებიც კარგად მუშაობენ და მოვიდნენ და მოგთხოვეს რაღაცა ის რისი შესრულება, თქვენ შეიძლება უბრალოდ იმ მომენტში არ შეგიძლიათ. მე პირადად რას გავაკეთებ ამ თქვენ რომ კარგი ხარ და არ გავაკეთებ. ამაზე არ არის საუბარი. კანონიერი საშუალებას გასცემ. მე როგორ მოვიქცევ? მეგონი კანონიერი საშუალებას იძლევა. კანონიერი საშუალებას იძლევა, ეს ცალკე თემა, ეს სრულიად ცალკე თემა. რა პრობლემაა და კანონმდებლობაში? ბატონო ახო, მე ამ პროცესში ჩართული ვარ, არ არის საჭირო რა. დიდი ხანია და კარგად ვიცნობ ყველა იმ დეტალებს და ნიუანსებს, რაც არის საუბარი. მე ესე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენ არც 2011 წელში ვართ და საერთოდ ბიზნესზე არანაირი წარმოდგენა არ აქვს ძალიან ბევრს, ვინც ამაზე საუბრობს. ეხლა როდესაც საუბარი არის დასაქმებულის ინტერესზე, ვინ ასაქმებს ამ ადამიანს? დასაქმება არ არის მთავრობის პრეროგატივა არც პროფკავშირების. უნდა შექმნან გარემო იმისათვის, რომ მოვიდეს მეწარმეთ საკუთარი რისკი აიღოს თავის თავზე შექმნა სამუშაო ადგილი ეს ხალხი დაასაქმოს. და მე ჩვენ კიდევ ვიძახით, რომ ადამიანმა რისკი აიღოს სამუშაო ადგილების შექმნა, დაასაქმა, ხელფასუხდის და ეხლა ვიცავთ კიდევ იმის ინტერესებს დამსაქმებლის საზიანოდ. მე ვფიქრობ, რომ ის რა ჩვენ დღეს გვაქვს, ზუსტად იძლევა ძალიან კარგ პირობას იმისათვის, რომ ორი ადამიანი დაჯდეს და ერთმანეთში მოილაპარაკოს. ჩვენ გვინდა რომ კანონით ვაიძულოთ დამსაქმებელი რაღაცები გააკეთოს და ეს გამოიწვევს ძალიან დიდ ცუდ ეფექტს. ჩვენ გავიარეთ ეს პერიოდი, სამწუხაროდ კითხულობთ მარტო ევროკავშირის დასკვნებს და არ კითხულობთ ინვესტორების დასკვნებს, რომლებიც ცალსახად ამბობენ, რომ შრომის კანონმდებლობა რაც დღეს არის საქართველოში, არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ზრდის ქვეყნის მიმზიდველობას. არა ერთადერთი, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი. და როდესაც საუბარი არის თქვა იგივე კანონმდებლობაში ცვლილებებს, მე კარგად ვიცი, რა ცვლილებები მოითხოვა პროფკავშირმა. და ამ შემთხვევაში მთავრობის წარმომადგენლის დასკვნას ვეთანხმები, რომ რეალურად ეს ყველაფერი დადის რაზე, რომ საქართველოში უნდა იყოს მარტო ერთი პროფკავშირი, სხვა პროფკავშირები არ უნდა იყოს, პროფკავშირის აქტივისტებს უნდა ქონდეს იმუნიტეტი და არაფრით არა ვართ დამსაქმებლები დაზღვეული, რომ ამ იმუნიტეტს ისინი ჩვენ საზიანოდ არ გამოიყენებენ და რომ საწევრო ანარიცხები კომპანიებმა თვითონ დაუკავონ წევრებს და ჩაურიცხონ პროფკავშირებს ანგარიში. ჩვენ ვამბობთ, რომ რამდენიც გინდათ იმდენი წევრი ყავდეთ პროფკავშირში. წევრმა თვითონ უნდა გადაიხადოს საწევრო და მე არ უნდა უკავებდე მას და არ უნდა ვრიცხავდე პროფკავშირის ანგარიში, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა არ იცის რისთვის რიცხავს ამ თანხას. და ძალიან ბევრს ეგონა და ეს განსაკუთრებით ყოფილ სახელმწიფო კომპანიებში არის, რომელიც ასე ვთქვათ, ეს ძველი კულტურა არსებობს, რომ თუ პროფკავშირის წევრი არ გახდება, სამსახურში არ მიიღება.
და ეხლა სანამ ეს გადაცემა დაიწყებოდა, მე და ბატონი ირაკლი კამათობდა ვამბობ, თუ ადამიანი არის კარგი თანამშრომელი და მე ის მიღირს და მოვა ჩემთან ესეთი ბევრი კარგი თანამშრომელი და მეტყვის რომ მე მაგ ჩემი მოთხოვნები და უნდა დამელაპარაკო რომელი ნორმალური მეწარმე არ დაელაპარაკება და დაკარგავს ამის გამო ფულს ეს არის აბსოლუტურად ინდივიდუალურ კონტრაქტს მოილაპარაკებენ რაღაც პირობებში მაგრამ მეწარმე არზოს ამის გამო ბატონო გუჯი მე მინდა ეს მოსაზრება გავაგრძელო და მინდა დაგარწმუნოთ ყველანი რომ მეწარმე აბსოლუტურად დაინტერესებულია თავისი კადრის შენარჩუნებით და უფრო მეტიც იგი ინვესტიციებს დებს ამ კადრის განვითარებაში აქედან გამომდინარე იგი უდევს ისეთ კონტრაქტს ამ დასაქმებულს რომ მომავალში არ მოხდეს სხვა პროცესები როგორიც შეიძლება იყოს სხვა კომპანიის, კონკურენტი კომპანიის მიერ ამ კადრის გადაბირება და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენ ხედავთ ასევე აი ამ სიტუაციაში რომ დამსაქმებელს საჭირდება თავის დაცვა იმ ინვესტიციებისა, რომელსაც იგი დებს არა მხოლოდ ტექნოლოგიებში, არამედ დებს თავისი სამუშაო ძალის განვითარებაში და სრულყოფაში. გავატონ კი, გავატონ ეს დავამატებ. ძალიან ზუსტად ერთ ფრაზას დავამატებ, რახან ევროკავშირზეა საუბარი. ესპანეთში უმუშევრობა არის 20%. ახალგაზრდობაში უმუშევრობა არის 40%. ერთ-ერთი რეკომენდაცია იმისათვის, რომ ესპანეთი გამოვიდეს კრიზისიდან და მისი ეკონომიკა გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი და დასაქმებამ უმუშევრობის დონემ დაიწიოს, არის ის, რომ მათი შრომის კანონმდებლობა არის ძალიან ხისტი და ის არაძლევს ასე ვთქვათ იმპულსებს დამსაქმებელს რომ დაიქირაოს ახალგაზრდა დასაქმებულები. ანუ თუ ევროკავშირზე ვსაუბრობთ, როცა ვიტყვის A-ს, უნდა ვთქვათ B-ს. ესპანეთისთვის რეკომენდაციები არის შრომის ბაზრის ლიბერალიზაცია. იმიტომ რომ იმ მიდგომება, რომლისკენაც ასე ვთქვათ, ეხლა უნდათ რომ გვიბიძგონ საბერძნეთში ესპანეთში გამოიწვია ძალიან მაღალი უმუშევრობა, ეკონომიკის სტაგნაცია და რეცეპტი არის ერთ-ერთი რა თქმა უნდა და არა ერთადერთი. მათ შორის შრომის ბაზრის ლიბერალიზაცია და როდესაც ჩვენ აი ამ ასე ვთქვათ რეგულირებებზე ვსაუბრობთ, კიდევ ერთი გავითვალისწინოთ. ჩვენ რა გვირჩევნია კაცრი კანონმდებლობა და დასაქმების არალეგალურ სექტორში გადატანა თუ გვირჩევნია მოქნილი კანონმდებლობა და იყოს დასაქმება ლეგალურ სივრცეში. აი ეს არჩევანიც უნდა გავაკეთოთ. არ არის მხოლოდ ესე რომ გასაგებია, ქალბატონ მაგდა, ფაქტია რომ ბიზნეს შორს ევროპული კანონმდებლობისგან გადადგმული ევროპისკენ იმ პრობლემებს არ გამოიწვევს. გასაგებია, ფაქტია რომ ბიზნეს მოსწონს შრომის კანონმდებლობა. არგუმენტი არის ის, რომელიც დასახელდა ამ გადაცემაში, რომ კონტრაქტი იდება. რატომ არ შეუძლია პოტენციურ დასაქმებულს, ვინც მიდის სამსახურის აშოვნელად, დადოს ეს კონტრაქტი ჩვეულებრივ. იცით, ეს არ არის კეთილსინდისიერი პოზიცია, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმ სოციალურ პირობებს და რეალობას, რომელიც არის ქვეყანაში, პირველ რიგში უმუშევრობის დონის თვალსაზრისით. იმდენად დიდია უმუშევრობა ქვეყანაში, რომ ძალიან ბევრია მსურველი სამუშაო ადგილის. და როდესაც მთელი პასუხისმგებლობა გადადის კონტრაქტზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ადამიანი სწორედ მისთვის საზიანო პირობებითაც კი თანახმაა, რომ იშოვოს ეს სამუშაო ადგილი. საქართველოში რომ დაუშვათ ბავშვის შრომა, მერწმუნე ძალიან ბევრი არასრულწლოვანი დღეს დასაქმდება. ასეთი მძიმე ვითარება აქვს ქვეყანაში. აქ მთავრობა უნდა იყოს თავის სიმაღლეზე და მაშინაც კი, როდესაც ადამიანი მიდის გარკვეულ ნაბიჯებზე, რომელიც შეიძლება მისი ჯანმრთელობისთვის არ იყოს უსაფრთხო, შეიძლება სხვა ტიპის პრობლემებს ქმნიდეს, ამას კანონმდებლობა არ უნდა უშვებდეს. როდესაც კონკრეტულ საქმეებზეა საუბარი, მე მაქვს ორი კონკრეტული საქმე, როდესაც დეკრეტული შვებულებიდან ერთი დღის დაბრუნებული ქალბატონი გაუთავისუფლებიათ სამსახურიდან 2 თვის ჩვილით და 3 თვის ჩვილით. ასეთი შემთხვევები არსებობს და მთავარი ის არის, რომ დამსაქმებლის კეთილსინდისიერებაზე, მის პიროვნულ ფაქტორებზე კი არ უნდა იყოს დამყარებული ეს ურთიერთობები. აქ კანონით უნდა რეგულირდებოდეს, თორე დამსაქმებელი ისეთი პიროვნებაა, რომ ორსულს არ გაათავისუფლებს სამსახურიდან. ეს არგუმენტია. ამის უფლებას კანონმდებლობა რეგულირების შემთხვევაში იცი რა მოხდება, ბატონო, ხო? ქალბატონ მაგრას რაც არ უნდა. რომ საერთოდ არ ეკნებათ არავითარი იმპულსი, რომ ხალი დაასაქმონ. და ჩვენ რა გვინდა გავაკეთოთ ისეთი კანონმდებლობა, რომ მივცეთ, ასე ვთქვათ, იმპულსი დამსაქმებელს, რომ ფრთხილად იყავი, მოერიდე, ხალი არ დაასაქმო, თუ მივცეთ ისეთი კანონმდებლობა, სადაც მისთვის გენდერულად ნეიტრალური იქნება, ასე ვთქვათ,
დასაქმება, რომელიც გენდერული ნეიტრალიზმი რას იწვევს საბოლოო ჯამში? ორსული ქალბატონი დღესაც ყველაზე სერიოზული დეკრეტში გასული ქალბატონი დეკრეტში გასula. ერთი დეკრეტში გასვლა მამაკაცსაც შეუძლება. დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ დეკრეტში გასვლა წესით როცა უნდა უწევდეს მანდილოსანს, მაშინ არ გადის, ის ბოლო წუთამდე, გეტყვით რატომ? ბოლო წუთამდე მუშაობს სამუშაო ადგილზე, იმიტომ რომ დეკრეტში გასვლა იწევს თუ მას აქვს 150 ლარზე მეტი ხელფასი, იწევს მისი ხელფასის დაკლებას. და იმ ხელფასს, რომელსაც უნაწილებს თავის უმუშევა ოჯახის წევრებს, არ უღირს და პრობლემა ექნება. რისკია მის. ჯერესტი სტატისტიკა სხვა რამეს ამბობს, რომ დამსაქმებელი სრულად უნდა ზღაურებენ როგორც წესი დეკრეტულის ხელფასს. როგორ გეკადრებათ? სადაც კოლექტიური არა, გავაკეთე სპეციალური მოკვლევა ამ ბრალდებების საწინააღმდეგოდ არა სახელმწიფო სექტორში კომპანია გამოვალინეთ მხოლოდ ესეთი სადაც კოლექტიური ხელშეკრულება არ არის, სადაც სრულად უნდა ზღაურებენ. მაგრამ მე ვითხოვ, რომ ეს კანონმა დაარეგულიროს. ან თავის ბიუჯეტიდან გასცეს სახელმწიფომ. მე ხომ ბავშვის გაჩენა დანაშაული ხომ არ უნდა იყოს. ჩემი мотиваცია არის, რომ არ იყოს ბარიერი შექმნილი, რომ მეწარმეს ქალბატონის სამსახურში აყვანა იყოს მისთვის უფრო პრობლემური იყოს ვიდრე მამაკაცი. დღეს არის პრობლემური. დღეს ბევრი ქალი მალავს, როდესაც ორსულად არის. ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც არ ვამბობს სამსახურში ქალები. აი ესე საუბრობენ რომ ორსულად. თქვენ მე ამ საზოგადოებაში ვცხოვრობ. ნათესავები მყავს, მეგობრები მყავს. აი ამ საკითხზე დავბრუნდებით და რეკლამის შემდეგ გავაგრძელებთ საუბარს. ახლა აუცილებლად უნდა გამოვაცხადო რეკლამა. რამდენიმე წუთში კვლავ პირდაპირ ეთერში ვარ. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, ვსაუბრობთ საქართველოს შრომის კანონმდებლობაზე და რეკლამაზე გასვლამდე ქალბატონმა მაგდამ წარმოჭრა საკითხი მაგდა ანიკაშვილმა, რომ ქალები ხშირად მალავენ, რომ არიან ორსული. აი ეს საკითხი მინდა განვავრცოთ და შემდეგ მივცეთ მხარეებს პასუხის საშუალება. ქალბატონ მაგდა და შემდეგ ორსულობა და სამსახური ეს არის დღეს სერიოზული პრობლემა და მე მეცაც გეტყვით, დღევანდელი კანონმდებლობა ფაქტობრივად არჩევანის წინაშე აყენებს გალს, რომ მან იმუშაოს თუ ბავშვი გააჩინოს, სწორედ დეკრეტული შვებულების იმ პირობებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არსებობს, რომელიც ორსულს აიძულებს, რომ ფაქტობრივად იმ შობიარობის დღემდე შეასრულოს თავის სამსახურეობრივი მოვალეობა, იმდენად მცირეა ეს ვადა, რომ მას უბრალოდ არ იქნება დრო იმისთვის, რომ ჩვილთან ძალიან მცირეა, 126 დღე შეუსაბამოდ მცირე და ამის შესახებ დღეს უკვე ღიად საუბრობენ პედიატრები ჩვენს ქვეყანაში. იმ გადასთან რომლის რეკომენდაციაზეც იძლევიან დღეს პედიატრები იმისთვის ორსულობის ბოლო პერიოდმა და დეკრეტული შვებულება ქალისთვის არის 4 თვე. როგორ გონიათ შვედეთის სამეფო ძალიან ჩამორჩა საქართველოს ქალის სოციალური უფლებების. რაზეც არ უნდა ვისაუბროთ სამეფოში რამდენი პროცენტი უნარჩუნდება ქალს ხელფასი პირველ დეკრეტულზე, მეორე დეკრეტულზე და ასე შემდეგ. ეგ თუ შეგიძლიათ. ძალიან კარგია რომ ეგ მკითხებთ. იმიტომ რომ შვედეთის სამეფოში არის ესეთი ორგანიზაცია Försäkringskassa, რომელიც აკეთებს იმას, რასაც წესით თქვენ უნდა აკეთებდეთ. შრომის კოდექსში კი არ უნდა ცდილობდეთ რაღაცა ცვლილებები შეიტანოთ და ექსკლუზიური უფლება მოიპოვოთ. თქვენ ნოემბერში თქვით რომ პროფკავშირებში მოხვიდოდით ამ პაკეტით, მაგრამ მე მის მერე თქვენი სატელევიზიო კომენტარების გარდა არ მინახავს პროფკავშირის აქტივისტობა მდომებოდა აკადემიკ. აქტივისტობა არა, ეს თქვენ დაინახეთ რომ არ შეიძლება თქვენ ბიზნესი გაგეკეთებინა. ხდება რა მერეში შეხვედრას გახსოვთ. თქვენ ხო გაინტერესოთ შვედეთში როგორ წყდება ეს პრობლემა და მე კი არ მაინტერესებს, მე ვიცი თქვენ კითხეთ უბრალოდ. და მაყურებლისთვის უნდა თქვას იქ თუ ადამიანი არის პროფკავშირის წევრი, ის იხდის საწევროს ნებაყოფლობით და არა ავტომატურად ბუღალტერიის მეშვეობით. სად ნახეთ რომ ავტომატურად აქ იხდება? ბატონო ირაკლი, მე არ ვიცი თქვენ როგორ და მე იქ მუშაობდი. აქ რომ იხდიან ავტომატურად, სად ნახეთ მე? თქვენ გასაუბრეთ, ეგ არის სისხლის სამართლის დანაშაული. ერთ-ერთ სკოლაში იხდიდნენ შეწყვიტეს გადახდა და თქვენ ატეხეთ მთელი ამბავი. დიახ. ვინ შეწყვიტა და რატომ ჩვენ შვედეთზე სწორედ ამას განვიხილეთ. ხო და შვედეთზე რას ვამბობთ? ისინი შემდეგ თუ ადამიანი ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ დამეჩაგრა. მაგრამ სულმაწყვეტინებენ ბატონო. თუ
ქალიან იქ სხვა შორის ქალსაც შეუძლია და მამაკაცსაც როგორც საქართველოში ესევე ზუსტად იგივე ვადებზე არის საუბარი. ამ დროის განმავლობაში კამპანია, რომელიც მას ასაქმებს, ხელფასს საერთოდ არ უხდის იმ ადამიანს. იმის ხელფასის ნაწილი მას ეხება აი ამ ურთიერთდახმარების სალაროდან, რომელსაც პროფკავშირები მართავენ. ჩვენთან არის ეგეთი რამე? სოციალური ფონდის 0.7% მიდის იმ ორგანიზაციაში. კარგად ნახეთ შვედეთის კანონმდებლობა. რისი რა მიდის? მოსახლეობა, რასაც იხდის, იმ ფონდებში განკარგავენ პროფკავშირები. აბსოლუტურად განსხვავებული. თქვენ ახლა მეუბნებით რომ საწევროდან იხდიან და მეგეუნებით სახელმწიფოს ჰქონდათ, ეგეთი ჰქონდა საბჭოთა პროფკავშირები. იცის აგერ ბატონო. ძირითადი ფონდები ისე მეუბნებით არც საბჭოთაში ყოფილა და არც საბჭოთაში. ვერავინ საბჭოთა პროფკავშირები. თუ შეიძლება სახელი ვიცი და დანეთ შრომის კონტრაქტს დაუბრუნდები მე აი ქაბატონო მაგდას აბსოლუტურად ვეთანხმები იმაში რომ ჯერტი ბევრი უმუშევარია და ისე ლაღი ეს პროცესი არ არის როგორც ჩვენი ოპონენტები ესპანეთში რა ხდება ესპანეთში რა 20% უმუშევრობა აი რეალობა რო წარმოვიდგინე ახალგაზრდობაში 40% უმუშევრობა რატოა ესპანეთში არის მისმა ესპანეთში სუდის შრომის კოდექსი აქვს და იმიტომ სუდის შრომის კოდექსი თუ არის ეს მე მგონი რომ საუბრობდი ჯერ მოდით კონტრაქტზე თქვა შემდეგ ესპანეთზე მოდი ჯერ შრომის კონტრაქტის დადების მომენტი წარმოვიდგინე მივიდა პოტენციური დასაქმებული მოდი ახლა ოფისებს სადაც 17 კაცი მუშაობს 6 მდივანი და 8 ის ჭირდება დავანებო თავი 3600 კაციანი სამთო გამამდიდრებელი კომბინატი წარმოიდგინეთ მივიდა მაღაროელი და მუშაობას იწყებს და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა მეწარმე დამსაქმებელი ხელმძღვანელი ამ ორგანიზაციის უზის პოტენციურ დასაქმებულს და ათანხმებენ ერთმანეთთან რა პირობებზე 30 თუ მეოშია შემთხვევაში ამას აკეთებს კადრების განყოფილების მენეჯერი 30 თუ მეოშია სამუშაოს მაძიებელზე იცით რა არის მე ვამბობ რას რომ კონტრაქტის დადების მომენტში თანასწორ პირობებში ფსიქოლოგიურ, მორალურ, გნებავთ ფინანსურ არ იმყოფებიან დასაქმებული და დამსაქმებელი და თავიდანვე არის მაშინ მითხარით არას ვაპარაკობ ისე მაშინ მითხარით თითქოს საბერძნეთში და ესპანეთში დაუცველ დაცულები არიან უკეთესი შრომითი პირობები იმ კონტრაქტის დადებამდე ხონდა მივიდეს საქმე თქვენ ერთ მხარეს რატო უყურებთ და არ უყურებთ მეორე მხარეს თუ ესეთი კანონმდებლობა არ იქნა და ჩვენ ყველანაირად შევზღუდეთ მეწარმე ვისთან როგორ უნდა დაასაქმოთ ეს ხალხი ვაჟახი დაუსაქმებელი არის ვინ დაასახა ვალდებულებას აკიდებ ვინმეს რომ გინდა თუ არა სამსახურში მივიდეს თქვენ ამას ნუ განიხილავთ რომ მხოლოდ კერძო სექტორში ეს არ არის საჯარო სექტორი მხოლოდ ეს არის კერძო კომერციული ორგანიზაციები ხო მე ვამბობ ბელტრამეს რომ თქვენი თუ ჩვენი მე ვფიქრობ საშემოსავლო გადასახადს ამ ქვეყანაში საშემოსავლო გადასახადს იხდიან დასაქმებულები დამსაქმებლები არ იხდიან თქვენი აზრით DGG გადასახადი არ არის? რა? DGG გადასახადი არ არის? DGG გადახდილია მაღაზიაში თქვენ გადასახადის გადამხდელი ყველა კომპანია იხდის DGG იმ საშემოსავლოს როდის იმ ხალხს ვინ უხდის ამას ბატონო შეიძლება მე ეს მეწარმე თვალშექნა და მეწარმე შეიძლება ბატონო პატა ადამიანი რომელიც ჩვენ ერთად ავხნით ამ ასანსაც კი ის არის გადასახადი მოდით საუბარი რა კი ბატონო ერთი წამი უბრალოდ ბატონ პატას უნდა მივცეთ სიტყვა შემდეგ თქვენ ბატონო ირაკლი ბატონო ელგუჯა საუბრის დასაწყისში ბატონო ვახტანგ თქვენ მე მგონი ძალიან კაფეო ჩამოყალიბეთ და ფათაშორის ბატონო ვახტანგო შემდეგ ამის განმავლობა მოახდინე რომ მოდი ჩვენ თუ გსურს დავინახოთ რა გვაქვს სამართლებრივი კუთხით რაც გვაქვს რამდენად შესაბამისობაშია ის რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგეს და ამ გადაცემის მე მგონი ფორმატიც და სათაურიც არის ევროპული არჩევანი ანუ რამდენად მივდივართ ჩვენ არსებული რაც გვაქვს რეალურად ევროპულ არჩევნამდე რა არის ხელისშემშლელი ფაქტორები მოდი ამათი იდენტიფიკაცია მოვახდინოთ და საუბარი იყო პოლიტიკური და ეკონომიკური დატვირთვა თუ როგორ უნდა იყოს დამსაქმებელი და როგორ უნდა იყოს დასაქმებული რეალურად ჩვენ შეგვიძლია ამაზე საუბარი გავაძლოთ დილამდე საკმაოდ დიდი წარმატებით იმიტომ რომ იმ ადამიანებს გააჩნიათ თავიანთი განსხვავებული აზრი მოდი ჩვენ გავიაროთ რეალურად უფრო მკაფიოდ მივყვეთ
თუ რაში გვაქვს ჩვენ ჩავარდნები, რა სიტყვის ევროკომისია. მიკროფონი გაქვს და შეგიძლიათ თქვა. მე ვფიქრობ ეს უფრო საინტერესო და უპირიანი იქნება ამ შემთხვევაში. გაძლევთ დროს და თქვით. მე წეგან სურდა ამის დაფიქსირება და გამოთქმა, როდესაც ბატონო ევროკავშირზე ისე უსაუბრობთ, ადრე იყო ლაპარაკი, აი ზემოდან თქვენს რომ ევროკავშირი ესეთი კაცი და ადამიანი არ არსებობს. ჩვენ გადაცემით ევროკავშირი ევროპული არჩევანია. მაგრამ ევროპულ არჩევანში შედის როგორც დანიური შრომის კოდექსი, ისე ესპანური შრომის კოდექსი. მათ შორის არის განსხვავება. ესა რომ რომელიც არის ჯერჯერობით. კარგი, ჩავარდნებზე საუბრობდით. ბატონ თამას გავიგეთ. მაგალითად, ბევრად უფრო ლიბერალური და ძალიან ლიბერალური შრომის კოდექსია დანიაში. უმუშევრობა დაბალია. ესპანეთში არის მოუწოდებელი შრომის კოდექსი, უმუშევრობა მაღალია. გასაგებია თქვენი არგუმენტი, ბატონ ვახტანგ, ბატონ პატას მოიშენე ჩავარდნებზე და პრობლემებზე საუბრობდით. დასაქმების რმა დადასტურებას არ ნიშნავს, რაც ევროკომისიამ მოდი, ნუ გადავუხვევთ თემიდან, ბატონ პატა. რაც შეეხება ოპონენტების აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული ლიბერალური კოდექსი ეს არის პანაცეა და ესე იგი რიგში დგანან, ასე რომ თქვა ბიზნესმენები რომ შექმნან სამუშაო ადგილები, ამაშიც ვერ დაგეთანხმებით. იგივე თუნდაც ევროკომისიის დასკვნას მოუშველია წინა წლის განსხვავებით 2008 წლისგან, სადაც პირდაპირ გამოკვეთილად დაწერა, რომ სახელმწიფოში არსებობს დასაქმების ერთიანი პოლიტიკა და ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ჩამოყალიბებული დაწესებულება, რომელიც ამას მაგაზრს ევროკავშირი ესეთი ადამიანი რო არის თქვენ რო გონიათ ესეთი ევროკავშირი. ჩემ საბოლოო აზრზე მივდივარ და გვაწადეთ. ბატონ პატა. თქვენი აზრი თქვით ევროკავშირის აზრი რო თქვენი აზრი ამ საზოგადოების ჩვენი პრობლემას აქედან გამომდინარე ის აზრი რომელიც ჩვენი საზოგადოების ბატონ პატა ნუ გაფანტავ დროს გამაჩი მოგეცით საშუალება იმისთვის რომ გამოგეთქვა თქვენი აზრი გაუსრულებელი არ არის ჩვენი დრო თქვით და შემდეგ სხვებსაც უნდა რაც უმთავრესი რაც თუნდაც აი ისევ ამ გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე ვამბობ დისკრიმინაციაზე ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე მოდი დავუშვათ თქვათ შრომის კანონმდებლობა და კოდექსი დაუშვათ ვაღიაროთ ჯერაში რომ იძლევა შესაძლებლობას დამსაქმებელს აქვს ბატონო უპირატესობა და ანთავისუფლებს სამუშაოდან დასაქმებულს არჩება დასაქმებულს აქვს თუ არა უფლება მე გეკითხებით როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში მან იდაო სასამართლო წესით და გამოიწვიოს ამ შემთხვევაში დამსაქმებელი გეკითხებით აქვს თუ არა ამის სამართლებრივი უფლება ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ხადი აქვს მათ შორის საქართველოში აქვს ისევე უფლება აბსოლუტურად არა აქვს და რატომ დამამთავრებინეთ ეხლა მივიდივარ მაქამდე იქიდან გამომდინარე რომ ფაქტობრივად აღნიშნული შრომის კანონმდებლობის 32 დემუხლი პირდაპირ იძლევა შესაძლებლობას რომ დამსაქმებელმა 37-ის მესამე ნაწილი გაანთავისუფლოს ყოველგვარი აქციდან გამარტების გარეშე არსებულ სასამართლო პრაქტიკას რაც შეეხება ისიც მოაყოლეთ აილოს მიყოლებით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უზენაესი სასამართლოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციები რას ამბობს ამის თაობაზე მითხარით და რას არ ვასრულებთ ჩვენ კონკრეტულად თქვით რას ამბობს ამაზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენცია ამ კონკრეტულ საკითხზე და რას არ ასრულებს საქართველოს მითხარით კონკრეტულ საკითხზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ამბობს იმას, რომ აღნიშნული მუხლი იძლევა იმის შესაძლებლობას ფაქტობრივად კონვენცია ამბობს რომ შესაძლებელია თუ არა ეს ადამიანთანებინა აზრით ეხა ეს ბატონ პატა ძალიან ვერ იტყვის იმიტომ დაწერია შრომის კონვენციაში მეთქი ამბობდა მეუბნები შრომის კონვენციაში ამბობენ პრინციპია დარღვეულია წინასწარვე 37 მუხლის არსებობს ამიტომ მხარემ ანუ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს რომ ის გაანთავისუფლეს დისკრიმინაციული ნიშნით რომლის პრობლემაში დამტკიცება არის შეუძლებელი დასაქმებული არის დასაქმებული თქვენი აზრით ამბობთ ახლა თვითონაც იცით რომ უაზრო რაღაცას უაზრობას ეხა ამბობ თქვენ და მე ვიცი რასაც ვამბობ ვისაკისრება სასამართლოს ხო და არცეთ ქვეყანაში ხო და ზუსტად ქვედიფიცია გადაცემის მონაწილეობის არის სასამართლოში უაზრობების ბატონ ირაკლი ეს არაფერი არ არის თქვენი ფუნქცია გასაგებია ქალბატონო კეთი და შემდეგ ძალიან დიდი ხანია ბატონი ელგუჯა მელოდება და აუცილებლად უნდა მიცეს თქვით
ესე იგი, ალოგიკური გზით მივდივარ და ბუნებას ვწყდებით საერთოდ. არა, თქვენი ხმა ისმის ნამდვილად ბატონო ირაკლი სად უნდა ამტკიცოს მან რომ რაღაცა სად უნდა ამტკიცოს ისევ და ისევ ვიმეორებ. აი, ყველა აქ მჯდომი ადამიანი, რომელსაც როდესმე საქმე უმუშავია, დამეთანხმება, რომ ადამიანი, რომელიც კარგად მუშაობს და რომელიც ღირებულია სამსახურში, იმის მტკიცება კი არა, რომ ვაიმე არა, იმაზე იქნება აი ერთი ოღონდ სამსახურიდან გაუშვან და იდგება რიგი და რეალურად ეს საქართველოშიც ასეა, ამერიკაშიც ასეა, საფრანგეთშიც ასეა, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ესპანეთშია პრობლემები კი რა თქმა უნდა და იტალიაში, იმიტომ რომ იქ თავისი პრობლემები, დანარჩენი მთელ მსოფლიოში ეს არის ჩვეულებრივი წესი ბუნების, ანუ ის ვინც რაღაცად ვარგა, ვინც არის ღირებული, ვინც არის კეთილსინდისიერი, ვინც არის მონდომებული, რომ კარგად იმუშაოს, იმის მაგრამ ყველას კვალიფიკაცია ხო ერთ და რა თქმა უნდა, კვალიფიკაციაზე არ არის ლაპარაკი, დამერწმუნეთ, რომ არ არის ლაპარაკი მარტო კვალიფიკაციაზე. პირველ რიგში ლაპარაკი არის ბოდიშვა ხო, კეთილსინდისიერებაზე. კეთილსინდისიერება, როცა ადამიანი კეთილსინდისიერად ასრულებ იმას, რასაც არის შენ. მაგრამ თუ კი უფროსი არ მოექცა ადამიანს კეთილსინდისიერად, მას რა უფლება რჩება? ამაზე აქ ლაპარაკი მე თეორია რატო პრაქტიკა არ ვარგა ის ადამიანი მუშათ ეს არა თუ გასკი არ ვარგა მუშათ ბატონო ქეთი თუ კი არა კეთილსინდისიერად მოიქცევა ბატონო რაშას ბატონო ლაპარაკობთ თეორიებით არ ხდება ეს რაღაცა სამსახურიდან გავუშვენ ეგეთ რაღაც ბატონო ერთი კონტრაქტი თავისუფლად წერა კითხვა ხო ყველა მისის ქართული ეს ხო არა ფრანგული ინგლისური ჩინური იაპონური ყველა მისის ქართული წერა კითხვა როდესაც წერ ამ კონტრაქტს როდესაც შენ ამ კონტრაქტს ხელს აწერ ხო და იფიქრო რას აწერა რა მე საკმაყოფილი ვარ რომ თქვენ ამას აკეთებთ და მე ალბათ თქვენ დარწმუნებული ხართ რომ საქართველოს მოსახლეობა რომელიც თქვენ გისმენთ მას აქვს ეს შესაძლებლობები რომლებზეც თქვენ ახლა საუბრობთ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე ვაძლევ ამის შესაძლებლობებს, მე პატივს ვცემ ჩემი ქვეყნის მოსახლეობას. ძალიან დიდ პატივს ვცემ და მე მგონია რომ ამ ადამიანებს უნარი აქვს საკუთარ და ვისაც მე პატივი ვეზიდე, ჩემ გარშემო კიდე ვისაც პატივს ემო და ანუ ჩვენ რწმენა გვაქვს ჩვენი ხალხის და ჩვენი ხალხი გვიყვარს და მე ამის დიდი მადლობა ბატონო ელდუჯა. ბევრი ჩემ გარშემო ძალიან ბევრი მინდა რომ მთელი საქართველოს შეუძლია იამაყოს იმ ხალხით რომელიც ჩვენ წამოშოს მართლავს. დიდი მადლობა ბატონო ელდუჯა. პირველ რიგში მინდა აღნიშნო რომ რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანაში არის უმუშევრობა, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყვით იმას, რომ სამუშაო ადგილები არ არის. სამუშაო ადგილები არის, როგორც ქალბატონმა კეთილი ბრძანა, უბრალოდ არ არის შესაბამისობა და ამისთვის მუშაობენ სხვადასხვა ინსტიტუტები. მე ნამდვილად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ რაღაც პრივილეგირებულ მდგომარეობაში გახლავთ დამსაქმებელი, როდესაც სამუშაოს მაძიებელთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. არავითარ შემთხვევაში ისინი არიან თანაბარ მდგომარეობაში, უბრალოდ დამსაქმებელმაც უნდა იცოდეს, რას ყიდულობს, ვის იყვანს სამუშაოზე და ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ აიყვანს იმ ადამიანს, თორე არის დარწმუნებული, რომ ის გამოადგება მისი ბიზნესის განვითარებას. ისე რომ რაღაც გარკვეული რაღაც პირობებით და რაღაც გარკვეული შეხედულებით უბრალოდ აიყვანოს, ეს დღეს პრაქტიკულად ნამდვილად არ ხდება. ერთი საკითხი კიდევ რომ უბრალოდ ჩვენ გვაქვს სოციალური პარტნიორობის სისტემა და ამ კომისიაში არსებობს კიდე ასევე ქვეკომისიები, სადაც ჩვენ გქონდა მრავალი დისკუსია კანონმდებლობაზე და სხვა საკითხებზე, იმ კონკრეტულ кейსებზეც გქონდა საუბარი და ეს პროცესი არის ჩემის აზრით გასაგრძელებელი, იმიტომ იქ არიან პროფესიონალები და ზუსტად არის არგუმენტირებული ყველა ის საკითხი, რაზეც ოპონენტები წარმოადგენენ თუ მეორე მხარე წარმოადგენს თავის პასუხისგებლობას. და ბოლოს აღინიშნა კიდევ რეგულაცია სამუშაო ძალის მიწოდებასთან დაკავშირებით შრომის ბაზარზე. რა თქმა უნდა არ არის სახელმწიფო სამსახური, მაგრამ ამ მოვალეობას და ამ საქმეს კარგად ასრულებს კერძო სააგენტოები, ისინი საკმაოდ კარგად მუშაობენ და თუ ვინმეს არის ჩვენ გვაქვს ესეთი ერთადერთი კომპანია ვიცი რედსტარ მეტი არ ვიცი ეგეთი კომპანია კერძო სააგენტოები ასრულებენ ამ ფუნქციას და ემსახურებიან სოციალებში გაცხადებოდა მე მაგალითად ძალიან ბევრი სოციალურები და არაჩვეულებრივი სააგენტოები არის და ამიტომ გაერთიანებენ ბოდიშვილი იცით საერთოდ თეორია რას ნიშნავს დასაქმების სააგენტო ბოდიშვილი ბატონო ბოდიშვილი მამაში თუ არ იცით არ უნდა კიდევ ერთი უბედურების შესახებ, რომელსაც იწვევს ეს ხანმოკლე დეკრეტული შებულება და შვედეთში სულ განსხვავებული სოციალური დაცვის სისტემა ის მაგალითი არანაირად არ გამოგვადგება. მე გეტყვით რა მაგრამ დეკრეტული და საქართველოს
კანონმდებლობა ამ ნორმებს მოდი, აი, მე გეტყვით საქართველოში. მესმის რომ თქვენ პარლამენტარი ხართ და შეგიძლიათ ასე უაპელაციოდ ისაუბროთ და მე ვისაუბრებთ კანონმდებლობაზე. მითხარით საერთაშორისო კანონმდებლობაში სად არის შეიძლება მოგახსენოთ საქართველოს მიერ დარღვეული დეკრეტული შვებულების უფლება. მითხარით კონკრეტულად. მე გეუბნებით, ჩვენი რეალობა ითხოვს, რომ შობადობა არის გაზრდილი და არა დაკლებული. ეხლა შრომის კოდექსის შობადობის გაზრდას ვერ დავაბრუნებ, მაგრამ ხელი რო არ შეუშლია, ეს მაინც ფაქტია. სტატისტიკა შევხედოთ, ხო? მესმის რომ ძალიან მომგებიანი თემაა. ყველას დედაჩემი უყურებს ალბათ ამ გადაცემას და აუჩუყდება გული. მაგრამ გულის საშუალებლად ხო არ საუბრობთ, არა? უნდა ვთქვათ, საერთაშორისო კანონმდებლობაში ასე არის დადგენილი, ბატონო, 275 კვირა უნდა იყოს და საქართველოში არის 123. და ამიტომ არ გვაქვს საქართველოს. ასე ვთქვათ. ხელფორე დეკრეტული პირდაპირ პერია. რა იქნება უკეთესი რომ ეს მეცვეც. ბატონო, ჩვენი გადაცემა მიდის დასასრულისკენ, მაგრამ დაასრულოთ თუ შეიძლება ძალიან მოკლედ და შემდეგ ყველას მოგცემთ სიტყვას. ყველას ძალიან როგორია ქართული რეალობა და რა აღელვებთ ყველაზე მეტად დღეს საქართველოში პედიატრებს. ეს არის ის, რომ სწორედ ასეთი ხანმოკლე მაინც მოგახსენებთ ჩვენსაც დეკრეტული მინიმუმ 180 დღეზეა საუბარი. სწორედ ასეთი ხანმოკლე დეკრეტული შვებულებს გვარებით ჩამოგეთვალოთ ავტორიტეტული პედიატრების. კი ბატონო, გავესაუბროთ, დარწმუნებული ვარ დამათანხმება, რომ თავს ანებებენ ბუნებრივ კვებას და ისინი გადაყავთ ხელოვნურ კვებაზე, იმიტომ რომ დედა უნდა წავიდეს დროულად სამსახურში. ეს სამომავლოდ ძალიან ბევრი პრობლემაა. კიდევ ბევრი საკითხია, მაგდა. ბევრი სასწავლელი არ ქონდეს. შრომის უსაფრთხოება და ასე შემდეგ არ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს. არ გვინდა რომ იცი როგორ რადიკალური გავხადოთ ეს სიტუაცია და ვთქვათ რომ ვინმე იცავს მხოლოდ ერთი მხარის ინტერესებს. რა თქმა უნდა, ყველას ინტერესი უნდა იყოს დაცული და მთავარი პრობლემა ამ შრომის კოდექსის ეს არის, რომ 2006 წელს ნაციონალურმა მოძრაობმა ისე მიიღო შრომის კოდექსი, რომ ნუ მოდი არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ამაში ჩართული არ ყოფილა. შრომის კოდექსი არის აპოლიტიკური კანონმდებლობა. ეს არ შეიძლება რომ რომელიმე ერთი პარტიის მიერ იყოს ეს საკითხი გადაწყვეტილი. ჩვენ მომხრევართ იმისა, რომ სწორედ საზოგადოება ამაზე და არა ისე რომ მართლაც რამდენიმე ადამიანმა დაწერა დღევანდელი კანონმდებლობა ისე რომ არც დამსაქმებლები არც დასაქმებლები ამაში ჩართული გასაგებია დისკუსიები შრომის კოდექსზე მინდა ბევრი საკითხი და პლასტია ამ თემას მეტი იყო თქვენ მათ შორის შრომის უსაფრთხოებაზე მინდოდა გვესაუბრა მაგრამ სამწუხაროდ დრო არ გვეყოფ ამისთვის მოგცემთ მხოლოდ ასე ვთქვათ შეჯამების საშუალებას დღევანდელი ჩვენი დისკუსიის ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა ამიტომ გამოვიყენოთ მაქსიმალურად ბატონ ვახტანგ და მოვყვებით ამ თანამდებობებს მოდით ანუ მიუხედავად ცხარე დისკუსიისა და ჩვენ ხშირად ვიკრიბებით და ცხარე დისკუსია გვაქვს ამაზე მე ვფიქრობ რომ ბალანსი არ უნდა დაირღვეს იმიტომ კი არა რომ რომელიმე მხარის მიმართ ბალანსის დარღვევა ასე ვთქვათ, სუდი არის ზოგადად ესე აბსტრაქტულად. მე ორი რამე არ მინდა მოხდეს. ანუ არ გამოგვივიდეს ისე რომ ქალების დაცვის და ქალბატონების დაცვის ეგიდით შევქმნათ კანონმდებლობა, რომელიც ქალების უფლებებს დაარღვევს უკვე დე ფაქტო დაქირავების დროს. მე არ მინდა რომ შრომელთა უფლებების დაცვის ეგიდით მოხდეს ისე რომ ჩვენი დასაქმება გადავიდეს ხელის ჩამორთმევის და არალეგალურ სექტორში, სადაც კიდევ უფრო არ იქნება დაცული შრომელთა უფლებები. მე არ მინდა რომ ასოციაციის თავისუფლება განმარტებული იყოს გარკვეული ჯგუფის, თუნდაც ძალიან ასე ვთქვათ, ხმამაღლა მოლაპარაკე ჯგუფის პრივილეგიებად და მე არ მინდა რომ გავაკეთოთ ისე რომ და უმუშევრობასთან ბრძოლის ეგიდით შევქმნათ უმუშევართა არმიები. დანარჩენზე მე არ ვამბობ რომ ყველაფერი უხარვეზოა, მე არ ვამბობ რომ პრეცედენტები არ ყოფილა როდესაც ვიღაცას ბოროტად გამოუყენებია თავისი უპირატესობა იმ მომენტში ჩვენ შეგვიძლია ამაზე ყველაფერზე ვისაუბროთ, მაგრამ ეს წინაპირობები რაც მე ვთქვი არის ჩემთვის ამოსავალი. გასაგებია ბატონო ირაკლი მოდით ესე ვთქვათ, რატომაც ხშირად, როდესაც ამ თემებზე მიდის საუბარი,
ეს ინტერესი დაყავთ ერთი ორგანიზაციის ინტერესზე და ხშირ შემთხვევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას და ევროკავშირს ლამის პროფკავშირების კომიტეტებად და ქვესამსახურებად მოიხსენიებენ, თითქოს ესენი არიან ესე ვთქვათ ჩემ მიერ დასაქმებული ხალხი და იმ დასკვნებს აცხობენ რაც მე მინდა. ამაზე საერთოდ არ ლობისტები ყავთ იქ ბატონო ირაკლი პროფკავშირების სახით ხავთ. თქვენ და იმიტომ არ თქვენ მოწოხართ. თქვენ კი არ მოწოხართ. ჩემ დროს იყენებთ ბატონო. არა, მე თქვენ კი არ მოწოხართ. საკმარისად იყო დისკუსია და კამათი, მოდით დავასრულებ მე. დიახ, ყავს. ბუნებრივი მოკავშირეები ყავს. ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში ესია, ანუ ეს ფაქტორი უნდა ვაღიაროთ, რომ ესია და მადლობა ღმერთს, რომ ეს ესია და მე არა ვარ როგორც ბატონი თავხელიძე ამბობს და უშოთ ეს არა ქვია ჩე გევარა ტყეში გავარდნილი და ვარ საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელსაც უნდა რომ ბალანსი იყოს დაცული ამ ქვეყანაში არ დაზარალდეს არც მეწარმე, არ დაზარალდეს არც დასაქმებული. არ იყოს ამ ქვეყანაში მუდმივად შეგრძნება არასტაბილურობისა და სწორედ მე ვფიქრობ პირველ რიგში არა ტერიტორიული საკითხი რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია და ის საფრთხეები რაც 21 საუკუნის ფაშისტებისგან ჩვენ გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ასევე შიდა პრობლემები. შიდა პრობლემები არის ამ ეგრეთ წოდებული ნეოლიბერალური იდეოლოგიის შედეგად მიღებული ფორმები, მახინჯი ფორმები ლიბერალიზმის, რომელიც გადადის დისკრიმინაციაში. მე მარტივად კონკრეტულ მაგალითებზე ვსაუბრობ. როგორ უნდა ეს ხალხი ავტორები ამბობენ, რომ ბაზარმა უნდა დაარეგულიროს ყველაფერი. ეხლა ხანს ვიყავი ზუგდიდში. ზუგდიდენ მეხანძრეს აქვს, იმიტომ რომ ზუგდიდს ქალაქის სტატუსი არა აქვს, თოთელ მეხანძრეზე დაბალი ხელფასი. ეს თუ არა დიალოგი და კოლექტიური მოლაპარაკება. რამ უნდა დაარეგულიროს ეს საბიუჯეტო სექტორში? კერძო სექტორში მახინჯაურში შექმნეს პროფესიული კავშირები. 6 საათზე ჩააბარეს განცხადება, ვინც შექმნა ეს პროფესიული კავშირები, 9 საათზე დაახვედრეს 9 კაცის განთავისუფლება დილით, რომ ეს ხალხი თავისუფალია სამსახურიდან. გააკლების პროფკავშირებში უხეშად მიმდინარეობს ჩარეო გაერთიანების პროფკავშირის საქმიანობაში. რკინიგზის პროფკავშირებში იგივე ხდება. ანუ პროფკავშირები ის რა თქვა დაუშვათ, ერთ დროს თავის დროზე რუზველტმა და უამრავმა დიდმა ადამიანმა რომ წესით კრიზისის პერიოდში ბალანსის დასაცავად ამ ინსტიტუტის გაძლიერება უნდა ხდებოდეს არა ჩემთვის კონკრეტულად ირაკლი პეტრიაშვილის და მისი ხელის შეშლა არ უნდა ხდებოდეს აქ ხდება პირიქით ჩემ თავსაც რომ თავი დავანებოთ მოკლედ თუ შეიძლება დრო ამოიწურა მოკლედ თუ შეიძლება ძალიან საერთოდ რომ პროფკავშირები გვერდზე გადავდოთ აქ არის უამრავი ადამიანის დასკვნა ესენი არიან ევროპარლამენტარები ჩვენ ან ვიღებთ ამ ყველაფერს ან ვაკეთებთ არ გვინდა უბრალოდ ხათომ არ გვინდა და მორჩა მაშინ რა გზას გიტოვებთ გითხარ საწავიდე ჩრდილოეთით არ გვინდა ჩინეთში არ გვინდა აღმოსავლეთში მე არ მინდა ზოგადად სად გვინდა გასაგებია მადლობა აქ გვინდა ჩემს ბოლო სიტყვაში მინდოდა მეთქვა უკაცრავდაკეთი ჩემს ბოლო სიტყვაში მინდოდა მეთქვა იმ საკითხის შესახებ რაც ვერ მოვასწარით ჩვენი უსაფრთხოება ის კონკრეტული მაგალითი ალბათ სადაც ბატონ ირაკლი დამეთანხმება რომ ჩვენ საკმაოდ კარგი თანამშრომლობა გვაქვს და ნებაყოფლობით საკითხს დაწყისებზე თუმცა ის მაინც რაღაც გარკვეულწილად არის კანონმდებლობის ჩარჩოებში ჩვენ საკმაოდ კარგად ვავითარებთ აი ამ სისტემას ქვეყანაში შეძლებს და არა შრომის უსაფრთხოების ნაწილში შრომის უსაფრთხოების დამეთანხმებით ალბათ ის კარგად მუშაობს ორივე მხარეა ჩართული რაც შეეხება შემდგომ განვითარებას პროცესების მე ვფიქრობ რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი ინსტიტუტი სოციალური პარტნიორობის რომელიც არსებობს ქვეყანაში და ყველა ის პრობლემატური საკითხი უნდა განვიხილოთ აი კომისიის ჩარჩოებში ბოლოს შეხვედრა როდის იყო კომისიის ჩარჩოებში და ბოლოს ჩვენი არჩევანი ბოლოს შეხვედრა იმიტომ არ იყო ჩვენი არჩევანი გახლავთ სამუშაო ადგილების შექმნა და ჩვენი არჩევანი გახლავთ არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნება. საერთაშორისო პროფკავშირების შეხვედრაზე იყავით, რომლის ზუგდიდში ვიყავი მეხანძრე. რომლის 28 მე ვიცოდი რომ ესე იქნებოდა. 28 დეკემბრის მერე სამხრივ კომისიის თომა არ ჩატარებულა. წინა პარასკევს მომიწვიეს სამხრივ კომისიის თომაზე, სადაც ჰქონდა დაგეგმილი ვიზიტი მეხანძრეებთან ზუგდიდში. და ამის გამო მე ვერ ვიყავი. თქვენზე ვიცოდი, ბატონო ვახტანგ, თქვენზე აპელირებდი რომ არის ეს არ არის მე ვფიქრობ ეხლა ამ შემთხვევაში არ გახილვის საგანი. რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელიც მისი აზრით უსამართლოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან. რა თქმა უნდა მიმართოს სასამართლოს. მე მინდა საზოგადოებას ვამცნო, რომ გასულ კვირას საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც სასამართლოს გადაწყვეტილება აღარ იწვევს ავტომატურად მის აღდგენას სამსახურში. სასამართლოს ეძლევა უფლებამოსილება, რომ მან დამსაქმებელს დაავალოს, რომ
შეცვალოს მუხლი თუ რა მოტივით გაათავისუფლეს ეს ადამიანი სამსახურიდან, ეს შეიძლება პროცესი დაუსრულებლად გაგრძელდეს. ანუ აღარ არის ის ინსტანცია, რომელიც რეალურად სამართალს აპოვნინებს ჩვენს მოქალაქეს. ამ დონეზე მიდის უკვე დადის ეს ურთიერთობა. ესე იგიცით მე ყველაზე არაფერზე ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ჯერ ეს ერთ პირველი რაც არის ჩვენ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ასეთ უპატივცემულობას როცა გამოხატავენ და იმის უნარი რო არა აქვთ, ესე იგი თურმე საწყალ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს რომ სამსახური ერთის მაგალითად მეორე ესეთი რაღაცა ჩემთვის მაგალითად მიუღებელი. იმიტომ რომ ისმის ჩვენთან მუშაობ, ჩემთან პირადად ვინც მუშაობს. მე მინდა გითხრათ რომ უღირსეულეს ისინი მე თვითონ და ჩვენ თვითონ როცა პრობლემები გვქონდა ვთქვათ იმათ ვინც მაგათ ასაკობს ჩვენ დაგვიდგენ გვერდით ისე ღმერთმა ბევრს მისცეს მინდა გითხრათ ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში აი ღმერთმა ბევრს მისცეს ასე რომ ამ ხალხის მიმართ ცოტა მეტი პატრიოტიზმი და ვაღიაროთ რომ ეს დამოუკიდებელი ხალხია დამოუკიდებელი ქვეყნის საბჭოთა ისინი რა ქვია პროფკავშირები და რაღაცები მაგათ აღარ ჭირდებათ ამათ ისწავლეს უკვე როგორ უნდა იცხოვრონ ძალიან ბევრმა ისწავლა როგორ უნდა იმუშაოს რა ჭირდება ბავშვების დასაქმებას ჩემი 8 წლის იყო მაშინ და ხარ 13 წლის ქალიშვილი 8 წლიდან იქაჩება რომ აი მე რამე სამსახური არ შეიძლება რომ ნახო და იქნებ ძაღლებს მოუვლი იმიტომ რომ უნდა რომ იმუშაოს უნდა რომ თვითონ გამოიმუშაოს თუ მე მეუბნები რომ არაშვილო ეს არ შეიძლება მაგრამ ну ეს ხდება რაც შეეხება დედებს და ბავშვებს და ესე დედების მიმართ უპატივცემულობას მე თვითონ ყავს 3 შვილი გაჩენი მე თქვენ რამდენი ყავთ მაგრამ დეკრეტი არც ერთ შემთხვევაში ანუ მაშინ იყო ომი აქ და უბედურება და მინდა გითხრათ იქცეოდა ქვეყანა დეკრეტი არც ერთ შემთხვევაში მე არ მქონია გარდა მიუხედავად ამისა აი მიუხედავად იმისა რომ ნავთის და გაზის გურებზე და რაღაცებზე ხდებოდა გათბობაც და სარეცხის რეცხვას და შეიძლება ყველა სადღაც დაავიწყო და ეხა ახსოვთ რომ ყველაფერი თურმე კარგად იყო და არ იყო ხო კარგად ანუ ეს ბავშვები შეიძლება გაიზარდნენ მინდა გითხრათ საკმაოდ წარმატებულები არიან სწავლაში ოქროს მედალისტები და ასე შემდეგ ასე რომ არ გვინდა სპეკულირება ამ თემით საწყალ დედებს რაღაცა პრობლემები აქვს არ უჭირთ დედებს და დედებს ვიზაც უნარი აქვს და ვიზაც შეუულია შვილი გააზარდოს ჩვენი შვილებს დიახ მადლობა ნუ ხა ვიზაც უნარი არ აქვს მე ვიზრუნებ და დავაუწყეთ რომ ამ ხალხებს უნარი არ აქვს მე ვიზრუნებ მაგაზე რომ ეს ხალხი თქვენთან მოვიდნენ სამსახურში ძალიან დიდი მადლობა მე თუ არ მომეწონა ეს ხალხი სამშობლო და არ მივიღე მიკროფონი იმიტომ რომ ჩვენი დრო ამოიწურა ბატონი იმ სახით რომლითაც ისინი დღეს არსებობენ ჩვენთან ანუ იმ სახით როდესაც მათ აქვთ რაღაცა პრივილეგიები უკვე და იბრძვიან იმისკენ რომ ეს პრივილეგიები რკინა-ბეტონში და ორგანულ კანონში შრომის კოდექსში ჩაეწეროთ როგორც ექსკლუზიურ შუამავლებს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ამ სახით პროფკავშირები არის მაგრამ როგორც ესეთი აი ამის გარეშე უბრალოდ პროფკავშირების წინააღმდეგ მე პირადად არაფერი არ მაქვს მე რომ მოვინდომო ჟურნალისტების პროფკავშირის შექმნა ნახევარ საათში ტელეფონით გავაკეთებ ამას მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე შეიძლება ამის გამო რომ მე დავირქვი პროფკავშირი და ყვირი ვარ რომ მე ამ ხალხის უფლებას ვიცავ კონდეს რაღაც პრივილეგია მაგალითად ისეთი როდესაც პროფკავშირის წარმომადგენლები მიდიან საზღვარგარეთ მაგალითად საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის კონფერენციებზე მათი მგზავრობის ფული თავრობა არის ვალდებული რომ გადაუხადოს რატომ გამაგებია მეწარმეების რატო ბატონი შატა მეწარმეების რატო მან მეწარმეების რატომ რატომ ესდება უნდა წაიკითხო უკაცრავად თქვენამდეც მოვალ ხო უნდა იცოდეთ თქვენ ბოდიშვი პირველი რაც მინდა ვთქვა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არჩევანზე არჩევანი უნდა გავაკეთოთ იმაზე რაც არის ჩვენთვის საუკეთესო და არა იმაზე რომ ეს მაინდა-მაინც არის ევროპული და ამიტომ უნდა ავირჩიოთ. ახლა ევროპაში დღეს მოქმედი ბევრი სისტემასაც ბზარი გაუჩნდა და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენად გამართლებული იყო განსაკუთრებით ბოლო კრიზისის პერიოდში და დღეს მაგალითები დასახელდა. მეორე ჩვენ უვეცდებით რომ ყველა ადამიანი გავათანაბროთ. ზოგის მეტი შესაძლებლობა აქვს, ზოგს ნაკლები. ცდელობა ესეთი სისტემის შექმნისა, როცა ყველას ათანაბრეთ ჩვენ გასული საუკუნის მეორე ნახევარში ვნახეთ როგორ დამთავრდა. ამიტომ ნუ გვექნება იმის ილუზია რომ ეხლა გამსაქმებელს და დასაქმებელს ყველა ერთნაირად კეთილდღეობა ექნება ვერა ის თუ მეწარმე და მაგ გარკვეული რისკი გაწია ყველას აქვს ამის უფლება გააკეთოს თუ ახლა მაგის უნარი არა გაქვს ნუ კეთილინებდა და იქნები დაქირავებული და მესამე რაც მინდა ვთქვა რომ აი ძალისხმევების ამდენი ძალისხმევების დახვალჯავს იმაში რომ შრომის კანონმდებლობაში შევიტანოთ ცვლილება მივწეროთ მოგწეროთ
ჯობია ეს ძალისხმევა დავხარჯოთ იმაში, რომ შრომითი ურთიერთობის კონტრაქტის მოლაპარაკების კულტურა ჩამოვაყალიბოთ დასაქმებულსა და დამსაქმებულებს შორის. ანუ გარკვეული საინფორმაციო კამპანია? და პრეს პირველ რიგში უნდა გააკეთოს პროფკავშირმა, რომ ადამიანი როდესაც მიდის სამსახურში, მან იცოდეს რა უნდა გააკეთოს, მან უნდა იცოდეს რა მუხლებს მიაქციოს ყურადღება, რა გაითვალისწინოს და დამეწმუნეთ, რომ ძალიან მალე, ძალიან მარტივად და გაცილებით უმტკივნეულოდ ეს დარეგულირდება. მათ შორის დეკრეტის თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ეხლა გამოთქვათ თქვენი პოზიცია, ოღონდ ბოროტად არის არგუმენტი დროსთან დაკავშირებით. რაც შეიძლება ძალიან მოკლედ ვიტყოდი, ნუ ვაპირებდი რომ სხვანაირად, მაგრამ არ შემიძლია კომენტარის გარეშე არ დავტო ქალბატონის განცხადება. მე ძალიან მინდა აღმოაჩინო ის ცისქვეშეთი საქართველოს სახით, სადაც თურმე ასეთი მწყინვალე და მერიტოკრატიული საზოგადოების უღირსეულესი ადამიანები ცხოვრობენ და მოქმედებენ და თურმე მათთვის ყველა შესაძლებლობა და შესაძლებლობების ფანჯრები და სარკმლები გაღებულია, მაგრამ სამწუხაროდ ეთყობა თქვენ სამყაროში, სხვა სამყაროში ცხოვრობთ და აქედან გამომდინარე რთულია ამის დანახვა. რაც შეეხება ბატონ მიხეილ, ასევე მე მინდა თქვენ გითხრათ, რომ ის ნახევარსაათიანი ჟურნალისტის პროფკავშირის შექმნაზე ემცელობა არ დახარჯოთ, იმიტომ რომ ეს ორგანიზაცია უკვე არსებობს და თანამშრომლობით იკრებს და შეიძლება აი პრობლემა გაქვს. ახლა კიდევ ერთხელ გაგდებთ რომ რაღაც ექსკლუზივია გავთქვათ ასე ვთქვათ. მიუხედავად კანონმდებლობა კარგად იცით, გავთქვათ. თქვენ არ დავამთავრეთ თქვა, თქვენ არ ხართ შეზღუდული ბუნებრივად. რა ეს კარგი იყო, ეკონომიკური კავშირი რა. და მესამე ის თქმაც გვინდოდა ელემენტარულად საუბარი სხვა თემებზე წავიდა, საბჭოურ პროფკავშირზე იყო საუბარი და დიახ ბატონობა სწორედ იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ საბჭოური პროფკავშირი და გვინდა რომ აი თანდათანობით იგივე მენტალობაში გარღვევა მოხდეს და ჩვენც ვაღიაროთ რომ გარკვეულწილად ადამიანებში და საზოგადოებაში რთულია ახალი იდეების დატვირთვა, მიტანა მათი ასე რომ ვთქვათ გასიგრძეგანება, ჩვენ ამ მიმართულებით ვაკეთებთ დიდ ასე რომ ვთქვათ საქმიანობას. აქედან გამომდინარე ეს არის წინააღმდეგობით ახსნა სწორედ იმიტომ რომ ვცდილობ დამოუკიდებელ რელსებზე გადავიდეთ. ამიტომ არის იზეწოლები და ჩარეები, რაზეც ბატონმა ირაკლი მისაუბრა და მინდები გაუწვიდო ჩვენს ორგანიზაციას. მე აღნიშნავდი გადაცემის დასაწყისში ბატონმა ბატონმა კლასები ახსენა ერთმანეთთან დაპირისპირებული, თუმცა მინდა ასეთნაირად განმარტო. კლასები დაპირისპირებული, რა თქმა უნდა, არ არის საქართველოში, მაგრამ გვინდა თუ არ გვინდა, განსხვავებული ინტერესების მქონე ჯგუფები არსებობენ, დასაქმებულები და დამსაქმებულები. ამათ აქვს აბსოლუტურად განსხვავებული. ანუ კლასებია მაინც. განსხვავებული. კლასობრივი თეორია. მას თავი რომ დავამტკიცოთ, რომ ეს ნორმალურ ეკონომიკურ თეორიას ერთად ეწევა. რაღაცა კარგის თქმა უნდა გამოდის რომ მარქსიზმი გესმით უკუღმა და თუ შეიძლება მაგრამ წარმოგვესწრეს როგორც ამბობთ, არიო, დამსაქმებლები არიან დასაქმებულიო. არა, მე რა ასე არა. მაყურებელს ესმის წინალთ ეს ყველაფერი. მიგივათ ამბდება ამ რეჟიმიდან ნიშნავს იმას, რომ გაქვს შიში რომ მაყურებელმა არ გაიგოს ის რითი თქვა ჩვენ რატო გაქვს შიში ძალიან მოკლედ რაც შეიძლება, იმიტომ რომ მეც უნდა დავამთავრო გადაცემა. ჩვენი პრინციპიც ეს არის რომ აი ამ ჯგუფებმა ერთმანეთთან საუბარი უნდა ისწავლოს და ამ კულტურის დამკვიდრებას პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა შეუწყოს ხელი. მე ვხედავ რომ ხელს უშლიან. გასაგები, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას გადაცემაში მონაწილეობის. ნამდვილად არ ვიცი რა ხდება სამხრივ კომისიაზე, მაგრამ ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო დისკუსია. ასეთივე ცოცხალი განხილვები მიმდინარეობს. საინტერესო დისკუსია გამოგვივიდა. მინდა გითხრათ რომ ბევრად უფრო საგნობრივია, იმიტომ რომ მართლა საკითხებს ნუ ამას შეიძლება ის განაპირობებს რომ ეხა ეკრანზე ხადია. ყველანი ცხადები ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. რეკლამის შემდეგ საინტერესო ფაქტები ევროკავშირის ისტორიიდან. 1974 წლის პარიზის სამიტი, ევროპული რეგიონული განვითარების ფონდის დაარსება და პირდაპირი არჩევნების წესის შემოღება ევროპულ პარლამენტში. 1979 წელი პირველი პირდაპირი საპარლამენტო არჩევნები. ასევე საბერძნეთის გზა ევროკავშირში. 1979 წლის 28 მაისი საბერძნეთი ევროკავშირის წევრი ხდება. რეკლამის შემდეგ. ევროპული არჩევანი კვლავ პირდაპირ ეთერშია და ახლა გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ევროკავშირის ისტორიიდან. 1974 წლის 9 დეკემბერს პარიზის სამიტზე 9 ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერმა გადაწყვიტა რეგულარულად წელიწადში 3-ჯერ შეხვედროდა ერთმანეთს. გარდა ამისა, მათ მიიღეს გადაწყვეტილება ევროპული რეგიონული განვითარების ფონდის დაარსებისა და ევროპულ პარლამენტში პირდაპირი არჩევნების წესის შემოღების შესახებ.
პირველი პირდაპირი საპარლამენტო არჩევნები 1979 წლის 28 მაისს ჩატარდა. არჩევნებში ევროპული ეკონომიკური გაერთიანების 9 წევრი ქვეყანა მონაწილეობდა. ეს იყო პირველი საერთაშორისო არჩევნები ისტორიაში. 1961 წელს საბერძნეთსა და ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებას შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. სწორედ ეს შეთანხმება იყო საბერძნეთის პირველი ნაბიჯი ევროკავშირისკენ. მაგრამ საბერძნეთის ინტეგრაცია ქვეყანაში დამყარებული დიქტატორული რეჟიმის გამო დროებით შეჩერდა და 1974 წელს დემოკრატიის გაძლიერებასთან ერთად კვლავ განახლდა. საბერძნეთის მთავრობის მიზანი ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა იყო. განაცხადის სრულ ინტეგრაციაზე ევროკავშირში საბერძნეთმა 1975 წლის 2 ივლისს შეიტანა. 1991 წელს კი საბერძნეთი ევროკავშირის მე-10 წევრი ქვეყანა გახდა. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. ევროპული არჩევანი გემშვიდობებად მომავალ 4 შაბათამდე საღამოს 10 საათამდე საზოგადოებრივ არხზე.